კინო ფაქტობრივად გახდა განათლების ერთ-ერთი სფერო რა. ბავშვები იმდენად არ კითხულობენ, ახლა რამდენადაც ფილმებს უყურებენ, მაგრამ შენ გინდა გააკეთო კინო, ხო? ესე ადვილად ვერ გადადიხარ ამ იმაზე რა. ამის სწავლება შეუძლებელია, რა. სწავლა შესაძლებელია. შენ თუნდა ისწავლო რა. გონია რომ ჯერ კიდე მახლა აი გულწრფელი იმისგან, ნაშრომისგან, AI-ისგან ცოტა შორს ავალთ, მაგრამ ძალიან მაგარი დამხმარეა და ასისტენტი. მოგესალმებით ყველას, დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ბესო ოდიშარია. იგივე. საბუთებში ესე მიწერია. და მადლობა რომ მოგბრძანდით პირველ რიგში და თქვენ შესახებ გავიგე, როცა გავიგე სცენარის წერის კურსის შესახებ, ხო თუ თხრობის კურსი არის თუ რა არის ზუსტად თუ შეგვიძლია? აქ რომელიც იქნება ეს ამ კურსზე ამბობთ თუ რა? მე ამაზე გავიგე, აქ რომელიც იქნება კოლაიდერში, ხო, მადლობა კოლაიდერს ამ სივრცისთვის, რომ გვეხმარება ჩვენ და რა თქვენს რო გითხრათ, ანუ ამ კურსზე რაღაც 1-2 სიტყვით და თუ შეიძლება. ეს მართალი გითხრათ მე თვითონაც ახლა პირველი ცელობა ესეთი ერთთვიანი რაღაც კურსის, არ ვიცი ზუსტად უბრალოდ რაღაც პირველი ინფორმაციის ის იქნება, არ ვიცი მსმენელები ვინ იქნებიან, რა სურვილები აქვთ, თუნდაც სცენარის დაწერა თუ უბრალოდ აინტერესებთ რა არის ეს. და ჩვენი კურსი რომელიც საქართველოს უნივერსიტეტშია, იქ სცენარს ერთი თვე გადიან, წერენ ფაქტობრივად სცენარს, იმისთვის რომ 3 თვის შემდეგ ფილმი გადაიღონ, თავისი პატარა ფილმი. ესეთი კურსია იქ უფრო. იქ უფრო მოტივირებულია იმით, რომ თავისთვის უნდა გააკეთოს რაღაც აი 0-დან არის თუ უკვე რაღაცა ბაზა. სხვადასხვა დონის ის მოდის მომზადების ხალხი, იმიტომ რომ ზოგს აქვს გამოცდილება ტელევიზიაში ან რაღაც პატარა ფილმიცაა გაკეთებული ან კლიპი აქვს. არის გამომთავრებელი კლასის მოსწავლე სკოლია, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა მისთვის ეს 3 თვიანი კურსი. სხვათა შორის რეჟისოროზე მოვიდა, მაგრამ მოეწონა ოპერატორობა. აქ ყველაფერს გადიან ერთდროულად რა. და თავის ჯგუფში თითქმის ყველას ეხმარებოდა როგორც ოპერატორი და ეხლა უცხოეთში ამ ფილმით წავიდა და იქ სწავლობს ვარშავაში. და რამდენიმე წავიდა ეს ამ ფილმით. იმიტომ რომ დღეს ახლა ხო აღარ აქვს ისეთი დიდი მნიშვნელობა დოკუმენტს რა გიწერია იმაში რა. აი ისეთი რეჟისორიც რო იყო, რომელიც თქვა 30 წლის წინ ძალიან სახელგანთქმული იყო და იყავი და წარმატებული იყო. ახლა პროდიუსერთან რომ მიდიხარ, გეუბნება, აი ახლა რა გააკეთე ბოლო 2 წლის განმავლობაში. ის 30 წლის წინ რო ქონდა რაღაც წარმატებული ფილმი, ერთია, მაგრამ კი ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ბოლოს რა გააკეთე. ამიტომ ეს ფილმი ფაქტობრივად ეს 3 თვე უქმნის ახალგაზრდას რაღაც აი პორტფოლიო რო ქვია, ეხლა რა შეუძლია წარადგინოს, რა გააკეთა, რა შეუძლია და ამის მიხედვით რამდენიმე ჩვენი კურსდამთავრებული 2 ამერიკაში წავიდა და 1-ია პოლონეთში კიდევ. თქვენ ხელმძღვანელობთ ამ თლიან ჯგუფს ყველა თუ რა კონკრეტული მიმართულებით, აჰა. მე სასცენო მე ვეხმარები ზოგი მოდის თავისი ჩანაფიქრით უკვე რაც უნდა და კიდე დარწმუნებული არ ვარ უნდა და ვეხმარები რომ სცენარი გააკეთოს. ზოგმა არც იცის რა ისი გადაღება უნდა და ერთად ვცდილობთ მოვვნახოთ რაღაც ისტორია, მისი გამოცდილებიდან ვცდილობ რა ასე ჯობია ყოველთვის ადამიანმა თავის გამოცდილებაზე ისაუბროს და მოყვეს. და ვაკეთებ სცენარს ფაქტობრივად, მაგრამ ეს ერთი თვე არის თვითონ ჩემი მუშაობა მათთან, მაგრამ ერთ თვეში არ თავდება ეს რა, იმიტომ რომ სცენარი ესეთი რაღაცა ცოტა მარტივი მიდგომაა ესეთი, თქოს სცენარი დაწერა და ამთავრდა სცენარი. ჩემი აზრით ესე სცენარი იწერება სულ ბოლომდე, სანამ ფილმი არ დამთავრდება, მონტაჟი სანამ არ დამთავრდება, იმიტომ რომ მონტაჟი იმდენად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი, რომ დავდაყირა დადგეს აი ისტორია. ბატონო. ასე რომ რადგან მონდომებულები არიან, მე ვცდილობ ახლა ამ 1 თვის მერეც კონსულტაციები და ურთიერთობა და მეგობრობაც გრძელდება და ასე ვაკეთებთ ერთად. თქვენი აზრით რა არის სცენარში ყველაზე მთავარი? რა საქმეა ყველაზე მთავარი. ამბავი რა თქმა უნდა პირველ რიგში რა ხდება? რა უნდა შეძლოს სცენარს ალბათ ეს თეატრს. აი თქვენ ამ გაფიქრდებათ პირველი, რა თქმა უნდა რთული ისეთი რთული კითხვა არ არის, ადვილი კითხვა ვიცი, მაგრამ პირდაპირ ესე რომ ნუ რადგან კომპონენტებისგან შედგება თქვა ესეთი შეიძლება სიუჟეტი რა თქმა უნდა. სიუჟეტი საერთოდ მთავარი არის სიუჟეტი და მთავარი მოსაფიქრებელი და ყველაზე რთული და ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიუჟეტი ახლა, მაგრამ ასევე რა თქმა უნდა ხასიათები.
იმიტომ რომ სიუჟეტი ერთია, თქვათ, მაგრამ თუ არ არის ეს პერსონაჟები საინტერესო თვითონ პიროვნულად. სიუჟეტი დარჩება რაღაც უფრო ისეთი სქემატური. იმიტომ რომ სიღრმეს აძლევს ხასიათის სიღრმეს პერსონაჟი. რეალურობას რაღაც იმას. რეალურობასაც, ინტერესსაც, გამაჯერებლობასაც, მრავალმხრივებასაც, იმიტომ რომ სქემატური რო არ იყოს რა, ესე კი არა, შეუყვარდა მეორე და მესამემ შეუშალა ხელი და მოხდა რაღაცა. თორე სიუჟეტები, როგორც აღმოჩნდა, მართლა ძალიან ცოტაა რა, ესეთი ძირეული სიუჟეტები პრინციპში რა. ეგეთი მითიც თუ რა, მე ვნახე რომ მართლა არსებობს რაღაც 33 თუ 35 სიუჟეტი არსებობს, რაღაც დაიყვანება მთელი არა მარტო სასცენარო, არამედ ლიტერატურული ნაწარმოებები საერთოდ პროზა და მაგრამ ეს არ არის მთავარი რა. იმიტომ რომ სიუჟეტს ხორცს ხავს ის პერსონაჟი და გარემო და ყველაფერი, დინამიკა, გულწრფელობა, ნაღდია თუ არა ეს ყველაფერი და შეიძლება აი მოდიან ახალგაზრდები ჩვენთანაც, რომლებიც კინო ფაქტობრივად გახდა განათლების ერთ-ერთი სფერო რა, ბავშვები იმდენად არ კითხულობენ, ახლა რამდენადაც ფილმებს უყურებენ, ხო? უამრავ რაღაცას ადამიანი კინოდან იგებს და სწავლობს და მაგრამ ის რომ შენ გინდა გააკეთო გინდა, ხო? ესე ადვილად ვერ გადადიხარ ამ იმაზე რა, ამ სიტუაციაში. ეს სურვილი თითქოს ყველას ბევრს აქვს და ამბავი, შენი ამბავი რამდენად საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, ეს უკვე იმაზეა, როგორ მიუდგები შენ თვითონ, როგორ განიცადე შენ თვითონ, თავი ემოციაა კიდევ, ხო, რაც მაგას სწავლობთ კი არა, მაგას ვახსენებინებთ ბავშვებს, იმიტომ რომ ჩვენი თუ გინდა რომ ფილმმა რაღაც გამოიწვიოს რაღაც ემოცია, ეს შენში უნდა იწვევდეს შე რაღაც ემოციას რა. თუ შენში არაფერს არ იწვევს და უბრალოდ სქემატურად აკეთებ ამას, იმიტომ რომ რაღაც გინდა გააკეთო, აზრი არ აქვს რა. ბატონო, ის არის რომ რატო უნდა აინტერესებდეს მაყურებელს, რომ თუ შენ თვითონ არ გაინტერესებს. ხო, 2 საათი დაჯდეს უყუროს, შენ თუ არ გაინტერესებს, ანუ ეს შენ მიგნებებზეა, გულწრფელობაზეა, რომ ღირებული რაღაც შესთავაზო, მაყურებელს ისეთი ამბავი, რომ ის 2 საათი დაგითმოს დრო და უყუროს და კმაყოფილიც დარჩეს. მეორე მხარე აქვს ამ იმას, რომ კი შეიძლება ამბავი იცი, რაც გინდა მოყვე, ის გულის ტკივილი და ის გულწრფელობა, რაც ჩანს, მაგრამ სწორედ არ იცი როგორ გააკეთო ეგ. კი გაქვს ამბავი, მაგრამ როგორ უნდა მოყვე, მაგასაც თავისი გზები აქვს და მიგნებები აქვს და ასე ვთქვათ, პრინციპები, რასაც ეს თხრობის სტრუქტურა არის და აი მე და გიგაც ახლა ყოველთვის ვიძახით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ზოგადად ეს თხრობის სტრუქტურა, რომ სწორედ და გამართულად ვიცოდეთ, აი როგორ უნდა მოიყვეს ამბავი და მიხარია რომ აი გავდება შემოდის მეტი ასე ვთქვათ კურსები და რაღაცა სკოლები იმის თუ როგორ შეიძლება ისწავლოს რა. აი თუნდაც აი თქვენ კურსში ახლა აი აქ რასაც აპირებთ, ანუ ვინც მოვა აი სტუდენტი, აი რას წაიღებს მაგ კურსიდან? აი რას ისწავლის საბოლოო ჯამში თუ შეგიძლიათ გითხრათ რა. იმედი მაქვს, რომ ვინც გააკეთა რაღაც თავისი ფილმი მიიყვანა ბოლომდე, იმიტომ რომ ყველა მაინც ვერ ახერხებს ამას რა. იმიტომ რომ ერთი შეხედვით არ არის თითქოს რთული, მაგრამ არც ისეთი სიმარტივეა, რომ მარტივი არ არის. იმიტომ რომ ბევრი კომპონენტია ფილმის შექმნაში რა. გარდა იმისა, რომ შენი უნარი, შენი ამბავი რაღაცა ამბიცია, კარგი გაგებით ამბიცია, რომ ადამიანებს მოუყვე შენი ისტორია, ეს ხასიათიც არის კიდე რა, რეჟისურა. ხასიათიც არის ამის მიყვანის ბოლომდე, იმიტომ რომ არ არის ესე ადვილი, შენ ჩანაფიქრი დანო ბოლომდე ეკრანზე. ეს მე მგონი ფრანგი ამბობდა რეჟისორი, თუ არ ვცდები, ნიკლერი, რომ ფილმის გადაღება არის ისო, შენი ჩანაფიქრი მინიმალური დანაკარგით მიიტანო ბოლომდე რა, რაც გაქვს შენ ჩანაფიქრი თქვა. ჩვენ ხო ყველა ყვებით ამბებს რა. ჩვენ ბავშვობიდან ყვებით ამბებს და ვისმენთ ამბებს და თითქოს ეს არის ზოგადი
ჩვენ ვიცით ეს წესები როგორ ყვებით ამბავს. ჩვენ როგორც წესი ამბავს არ ყვებით ბოლოდან, ხო? ვიწყე არც შევიდან, როგორც ჩეულებრივ სამები. ვიცით რომ იწყება რაღაც დასაწყისით, მე რაღაც განვითარება ხდება და მე ხდება ამის ფინალი, ხო? ნუ თეორიაში ეს ძალიან დამუშავებულია ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქიდან არისტოტელეს პოეტიკაში არის ამაზე საუბარი, ეს არის ამას არის მიძღვნილი. ამაზე აგებული ეს დრამატურგიული წყობა და საერთოდ ის, მაგრამ მე ახლა დღეს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ბევრად უფრო მეტად შესწავლილია და უფრო დანაწევრებულია და გართულებულია, მაგრამ ზოგადი მაინც რჩება იგივე რა. საერთო საფუძველი მაინც ამბის თხრობისა არის ის არის ფუნდამენტია და მე ყველა სხვადასხვა რაღაცებს და სხვადასხვა მიგნებებია, მაგრამ ყველა ერთ რაღაცამდე და ხო ამბავი ხო იწყება რაღაც ვითარდება და თავდება. ესეთ მაგალითს ვეუბნები ხოლმე. ვიღაცა იყო რომ ამბავს აქ და სპეშუა და ბოლო, მაგრამ არა აუცილებლად მაგ თანმიმდევრობითო. ხო, რა თქმა უნდა, ხო, ნუ რაც გააკეთა ტარანტინომ ახლა ეს ამბავი ხო, ის ამბები ხო ყველა დროში არის ლინეარულად ვითარდება და მან იცოდა ეს ამბავი. როგორ მოვიდა ეს იდეა რომ დაშალა და გადაურია ერთმანეთში, ეს უკვე მისი ნიჭის და მისი გემოვნების საქმეა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდე კინემატოგრაფიული ხედვა კიდე ამბის რა. იმიტომ რომ ჩვენს გარშემო მართლაც უამრავი რაღაცა ხდება, ამბებს ვიგებთ, თვითონ ცხოვრობთ ამ ამბებში, მაგრამ კინოში შენ ქმნის სხვა სამყაროს აბსოლუტურად. მე ხშირად ამბობენ ხოლმე ხა რომ ყვებიან მოაქვს სცენარები, რომ ესე მოხდა, ესე რამდენად ესე მოხდა, ეს არ არის ჩემთვის არგუმენტი რა. ის რაც მოხდა კიდე ერთია და შენ რო ეს ფილმში გადაგაგ, შენ ქმნი ახალ სამყაროს. ახალ შენს რაღაც ძალიან დატვირთულს წესით რა, დამუხტულს რაღაც ახალ სამყაროს. ის მხოლოდ ის რომ ეს ასე მოხდა, ეს არ არის არგუმენტი. აქ შემოდის შენი ნიჭი, რამდენად შეგიძლია შენ შეცვალო ეს ცოტა, ოდნავ გამძაფრო ან შეანელო ის სიმძაფრე ან დროის მოქმედება შეცვალო, რამდენად ეს ტაიმინგი ისქნა, რომ უფრო დააჩქარო ან შეანელო პირიქით რაღაც ამბავი. ასე რომ ჩვენ თითქოს ყველა ვიცით ეს ამბები. ყვებით ყოველდღე ანეკდოტის ამბავია, ხო? რატო არის ერთი ადამიანი ყვება ანეკდოტს ისე რომ მოკვდები სიცილით ისე მოყვება და იმავე ანეკდოტს მოყვება სხვა ადამიანი და არ გეცინება. იმიტომ რომ ის არ გვევს რაღაც თხრობის წესს, იმიტომ რომ ექსპოზიციურ ნაწილს ამ შესავალს ისე გაწელავს რომ აღარ გაინტერესებს ისე. ან პირიქით ისე ადრე დაიწყებს სიცილს, რომ შენ აღარ გეცინება უკვე და ზუსტად სხვა შეცდომის ხშირად უყავს ხოლმე ანეკდოტის მაგალითი. ძალიან სწორი არის. ანეკდოტიც არის, ნუ სცენა ხო? სცენა ფაქტობრივად ხო, ნუ ფილმიც ხო ამისგან შედგება. სტრუქტურა არის ესა და აი ხომ უბრალოდ სცენა რო ვახსენეთ, ანუ ხო არის თხრობის სტრუქტურა ამბის რა და ეს შეიძლება მოარგო თლიან ფილმს, მოკლემეტრაჟიან ფილმს, შეიძლება სერიალის სეზონს მოარგო და ყოველთვის ვთვლი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხოლმე აი თვითონ კონკრეტულად სცენის სტრუქტურა. კი. იმიტომ რომ რაღაც ხრივ ესეთი შტაბიჭდილება გამიჩნდა რა, ანუ უკვე მე თვითონ მუშაობისას იმაზე რომ ყველაზე მეტად რთული მეჩვენება სცენის სტრუქტურის, ასე ვთქვათ, დაუფლება და მაგრამ თუ სცენის სტრუქტურა აი სწორად აკეთებ, მე თითქოს გონია რომ უკვე მწერალი უძლეველი არის. იმიტომ რომ სცენარიც ხო მინიმალურამდე დაყვანილი ის არის რა, ფართო სტრუქტურა რომ უფრო ვიწროთ დაიყვანო და აგას რო კარგად აკეთებ, კიდე არ გინდა მიყავს ამბავი კარგად, როცა სცენა არის კარგად. ჩვენ ხო ინდივიდუალურ სცენებს უყურებთ. და ბევრმა არის ის გარდა იმისა, რომ თხრობის სტრუქტურა არსებობს, სცენის სტრუქტურა. ანუ თან აი თუ ჩვენ რაღაცა რასაც ვიყენებ ხოლმე რა, ეს სტრუქტურა რომ გმირი არსებობს, რაღაცა უნდა იღებს წინააღმდეგობას იმისა თუ რაც უნდა მაგასთან დაკავშირებით, ბოლოში იღებს რაც უნდა და იმაზე ან მეტს, ან საპირისპიროს, ან ორივეს ერთს. ანეკდოტიც ახლა მაგითომ გამახსენდა კიდე რომ
ანეკდოტიც ეგ არის ხოლმე რა, რომ გმირია, რომელსაც რაღაცა უნდა და საბოლოო ჯამში იღებს იმის საპირისპიროს, ან მეტს, ან ორივეს ერთად და ეგ არის რაც იწვევს სიცილს. აი punchline, აი სიურპრიზი, ხო, რა, აი punchline, აი ხო, ან ტვისტი ან რაღაცა შეტრიალება აბსოლუტურად სიტუაციის. ხო, აი რაღაცა ის ნუ შუტკას რასაც ეძახიან, ხო, რაღაც ერთი წინადადება, რამაც უნდა გაგაცინოს, ანუ ნუ ახლა შეიძლება კინოსცენა გაგაცინოს კიდევ, შეიძლება სხვა რაღაცანაირი მუხტის ცვლილება მოახდინოს რა, შინაგანად. Великий შეგაშინოს ან რაღაცა გული აგიჩუყოს, ნუ რამდენი ემოციაც არის, იმდენი ვარიანტი შეიძლება იყოს. და ძალიან რთული არის თითქოს მაგის დანახვა, რომ სცენასაც სტრუქტურა გააჩნია. და ეს ამების ერთობლიობა რო ქმნის მე მთლიან ფილმს. კი, გეთანხმებით. ეხლა რატო უყურებს ადამიანი საერთოდ ფილმს რა? თუ ინტერესი არ აქვს რა მოხდება შემდგომ, ის თulis რომ მოსაწყენია უკვე და აღარ შეხედავს რა. ნუ ეს ზოგადად ცნობილია სასპენსი, როცა გაყურებინებს იმას, აი მაინტერესებს რატო გაინტერესებს? ერთი მაინტერესებს ეს ადამიანია. ამ შემთხვევაში შემოდის ის, რამდენად საინტერესოა პერსონაჟი. მინდა თუ არა, გულშემატკივრობ თუ არა მას, ვაიგივებ ჩემ თავს მასთან თუ არა და მინდა რომ აი გაიმარჯოს. თუ რა დაემართება მაინტერესებს რა. თუ არაფერი არ მაინტერესებს, აღარ შევხედავ. და ეს მთელ ფილმს ასე გაყურებინებს, მაგრამ არის ისეთი ფილმები, ნუ ეხლა ეს დეტექტივის ელემენტია და ბევრ ნაწარმოებში დევს დეტექტივის ელემენტი. იმისა, რომ აი რა მოხდება მე სასიყვარულო ისტორიაში შეიძლება, ხო, სასპენსის ის, მაგრამ პრინციპში არის ეგეთი მიდგომაც, რომ ყველა სცენაში შეიძლება იყოს ეს სასპენსი, რა მოხდება ამ სცენაში. მაინტერესებს. ეს ყველა სცენაში თუ კი, უნდა იყოს, კი. მე შემიმჩნევია, რომ აი როგორ უყურებს მაყურებელი ფილმს დარბაზში რა, კინოს სახლში თუ დარბაზში თუ სადღაც იქ რა, როგორი სიჩუმეა დარბაზში, აი მაგას უსმენ ხოლმე რა საერთოდ. საოცარ აი რაღაცა, აი თბილისში ახლა პრემიერები რო არის ხოლმე, ნუ ჩვენი კოლეგების ან ჩვენი ხანაგების როგორც წესი მაგდროს ახლობლების ხედან, ხო, მაგრამ სხვადასხვანაირად უყურებს დარბაზი მაინც რა. ნუ იქ მაგდროს ყოველთვის კეთილგანწყობილი აუდიტორია, მაგრამ არის ხოლმე ისეთი სიჩუმე, სულგანაბული რა, რომ როგორი დატვირთვით არის ჩართული მაყურებელი. ეხლა ერთი სცენა მახსენდება, აი სცენაში დრამატურგიის შესახებ რა. ძალიან მიყვარს ეს ფილმი, თუმცა ვთვლი რომ შეიძლება ახლა ჩემი ყველაზე საყვარელი კინო არ არის, მაგრამ ნათლი მამაში. იქ აი მაიკლი პირველად რომ მიდის შეხვედრაზე, როცა გამოდებს, რომელიც ძალიან წესიერი და ესეთი ადამიანი, იტყვის რომ ეწავალო. და ამზადებენ წასასვლელად. და ეს რო უხსნიან, რომ როგორ უნდა მოიქცეს, რომ იქ იქნება დამალული იარაღი და ეუბნება ის მახსოვს, რომ აი მას აიღებ, შემოხვალ და პირდაპირ დაიწყეს, რომ არ დაჯდე და არ დაუწყო ლაპარაკი იქოს. მე ვერ შეძლება შენ მაგასო რა. და როგორ აკეთებს რეჟისორი, შემოდის, ძება და ესაუბრება. და მაყურებელი, რომელიც ელოდა ერთ რაღაცას, ხედავს სხვა რაღაცას და იძაბება და ესეთი პატარა დაძაბულობებით სავსეა ეს ფილმი რა. რაც უფრო მეტი გაქვს ფილმში, უფრო მიჯაჭვული ხარ ფილმზე რა. აი მაგალითია. აი ჰიჩკოკსაც აქვს ნათქვამი, რომ შეიძლება ორი ტიპი ზის და საუბრობსო. და ნუ ბოლოში სცენის ბოლოს ვთქვათ ბომბა აფეთქდა. და ნუ კი სასალელია რომ ეს აფეთქდა და სიურპრიზია, მაგრამ იგივე სცენა რო აიღო დასვა ორი ტიპი და რო საუბრობს და აჩვენო რომ მაგათ ქვევში არის ბომბიო რა, ბევრად უფრო დაძაბული იქნებიო და ხო რა, ნუ მეტი ის მოაქვს ეს intensity. ერთი რაღაც მომენტია კიდე რა, ახლა ეს თეორია და ყველაფერი ძალიან კარგია და მეც სწავლობდი მაგას თავის დროზე, ახლა ვასწავლი, მაგრამ პრინციპში მაინც თუ გაქვს ხედვა და ეს რა ვიცი რაღაცა როცა თუ ამბავს ნახულობს სწორს, ის თვითონ კარნახობს რა. მე მაგალითად დიდხანს ვერ ვაკეთებდი, ამ ჩემ ვერ პოულობდი სადიპლომო ფილმი მოსკოვში ვსწავლობდი ამ სიუჟეტს და ამბავს რა, რაც მინდა და გადამეღო. მე როცა აღმოაჩინე, მე ფაქტობრივად არ გავჩერებულ ვარ, იმიტომ რომ აი სცენას ვწერდი, ვიცოდი შემდეგი რა იქნებოდა. თუმცა არავითარი
სქემა და რაღაცა არ მომირიგია ამისთვის რა. სამწუხაროდ ყოველთვის ესე არ გამოდის, როცა ეგეთ ამბავს აღმოაჩენ, ის გეხმარება რა. ხშირად ჯობია რომ განახობს ამბავი რა, რა თქმა უნდა, ხო, შენ თუ სწორად დააგებ დასაწყის, უკვე მე ფანტაზიის გეხმარება და გემოვნება რა თქმა უნდა და რაღაც ცოდნა იმ ხრივ რომ აი ნანახი გაქვს რაღაც, ეხლა სამწუხაროდ ხშირად მოდიან ახალგაზრდები, რომელსაც არ უნახავთ რაღაც კლასიკა. უფრო თანამედროვე აქვს ნანახი და ყველაფერი იციან, მაგრამ აი ესაც გაკეთებულია ადრე და მართლა კინოკლასიკა ის, მაგას ეგეც არის ჩვენი ვალდებული ვარ რომ ვაჩვენებთ ამას და ნახულობენ და მე აღმოაჩენენ რაღაცას. იგივე ქართულ კინოშიც უამრავი რაღაცა, რაც ჩემი საყვარელი ფილმია ძალიან მიყვარს და ვაჩვენებ ხოლმე ხშირად ქორწილი დრამატურგიული აგებულებით კობახიძის ხო და იოსელიანი იყო შაშიმგალობელი. აი სხვა დრამატურგია აბსოლუტურად, მაგრამ აი ძალიან კაი დასანახია რა ეს დრამატურგიული სვლები და ხაზები და სხვადასხვა კუთხიდან ხედავ ამას ამბის თხრობის საშუალებას. თქვენ თქვით რომ მოსკოვში სწავლობდით, ხო? ანუ იქ ასწავლით ნენას, თქვათ, თხრობის სტრუქტურას, როგორ იყო ეგ? აი გეტყვით, აი პირველი ლექციაზე რომ მოვიდა ჩვენი მასტერი, რასაც ერქვა და ისა, მეგონება რომ ამის სწავლება შეუძლებელია, მაგრამ სწავლა შესაძლებელია. შენ თვითონ უნდა ისწავლო რა. ეს რადგან თვლით რომ ეს ხელოვნებაა, მაინც ასე თუ ისე, თუმცა მე არ ვთვლი რომ ეს არის პროზა, თქვათ ისეთი იმ გაგებით, რასაც ქვია, რაც არის პროზა. მაინც ის არის ხელობა, შენ თვითონ უნდა ისწავლო რაღაცნაირად რა, ისე ვერ ხო შეიძლება ადამიანს ასწავლო ლექსის წერა, ხო? უნდა უთხრა რომ აიღე კალნისტარი აიღე ფურცელი და დაწერე რა, თუ გაქვს შეგით რაღაც ელემენტების რაღაც სწავლა შეიძლება, რაღაც სვლების, რაღაცას მიაქციო ყურადღება, ის დეტალი რა არის, თქვათ ამბის ის განვითარება რა არის, ის როგორ ევნის ერთმანეთს ეპიზოდი რა არის, სცენა რა არის. მაგრამ აი ხლა მართლა როცა დიდი რაღაცა იქნება, ხა ჩარლი ჩაპლინს ვინ ასწავლა ახლა ის. დიდი ქალაქის შერაგნები მაგალითად, ხო? მაშინ არ იყო ეს თეორია. აი იყო რა თქმა უნდა რაღაც დრამატურგია, რა თქმა უნდა მაშინ მშვენიერი დრამატურგია არსებობდა, მაგრამ არ მგონია რომ ის იმას სწავლობდა რა. დეტალურად ესე აი დღეს როგორც არის, ხო? თრუბის როგორც აქვს გაშიფრული და იმას აქვია კაცო. მაგის როგორც აქვს. შეიძლება ეგრე კარგად არ იყო, მაგრამ არისტოტელედან მოდის, ხო? ეხლა თუნდაც ეს სამაქტიანი სტრუქტურა და რაღაცა წარმოდგენა ალბათ ყოველთვის იყო. არა, ეს ძალიან საინტერესოა და უნდა იცოდეს, რა თქმა უნდა. ის თრუბის ისიც და ყველა 22 საფეხური და მიდგომა და ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუცილებელია. ეხლა ისევე როგორც აი თქვა მხატვრობაზე თქვა, ხო? თუ არა ადამიანს ნასწავლი კლასიკურად ის როგორც არის კურსი მთელი, მე რაც გინდა დახატე. ეს უნდა იცოდე შენ და მე რაც როგორც გინდა გააფრინე თუ კომპოზიციის სწავლა არის, ხო? ეგ რაღაცა, კომპოზიცია ესე იგება, ეს უნდა შეავსო და იგივენაირად არის ეს თხრობაშიც, ხო? ეს ფორმის დანახვა, რომ რაღაცა კომპოზიცია არსებობს და მე უკვე შენზე არის. ესეც ხო, ახლა ხმამაღლა არ იქნება რა თქმა უნდა, რაღაც ნიჭია, ხო, ადამიანს აქვს ნიჭი. როგორც ახლა მუსიკაში არსებობს ნიჭი და შენ ვერ გახვდები კომპოზიტორი თუ არა გაქვს აბსოლუტური სმენა. აბსოლუტური სმენა ყველა მომღერალსაც არა აქვს რა. საოპერო მომღერლებსაც კი დირიჟორს აქვს აბსოლუტური სმენა. ყველა სხვა გრადაცია აქვს რა ამაში რა და ვერ გახდები ახლა არ ვადრი მუსიკას ახლა ეს უმაღლესი ის არის ჩემთვის ხელოვნების ფორმა, მაგრამ მაინც დაახლოებით ესე არის რა, რაღაც კინემატოგრაფიული ხედვა, რასაც დავარქმევდი რა. როგორც ამბობენ, ჯერ უნდა იცოდე წესები, რომ მე დაარღვიო. მე დაარღვიო ისინი, ხო? იცოდე როგორ დაარღვიო ისინი. ისე რომ გეგონია რომ მე აღმოვაჩინე ეს და რაღაცა ეგრე ცოტა იმაში აღმოჩნდები რა. თქვენი ასე თქვათ ის ფავორიტი რომელი იქნებოდა თქვა თუ გაქვთ ეგეთი რა? სასცენაროს მეკითხებით თუ რა? ხო, აი სცენარის, აი ხო არის მაკი არის, თრუბი არის, ვოგლერის 12 გმირის მოგზაურობა, თუ გაქვთ რომელიმე ფავორიტი ეგეთი? თრუბი ჩემთვის ძალიან საინტერესოა უბრალოდ ძალიან სიღრმისეული და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც წერტილები. ზოგადად არსებები ვართ ისეთი, ანუ სულყვებით რაღაცას რა. სულყვებით და ჩვენ გვაქვს ჩვენ ხო ვიგებთ სხვის მოყოლილ ამბებს, ახლა აი ვიღაცა აფრიკელი რეჟისორის ფილმი, რომელიც სხვა კულტურაში გაიზარდა, ხო?
ჩვენ აბსოლუტურად გვესმის მისი ისტორია, ხო, ისი ამბავი და მისი თხრობა და ეს ეთქობა ადამიანის ზოგადი რაღაც ის არის რა, უნარი. კი. ყველას გვაქვს ის ძირეული რაღაც, რომელიც ენის ბარიერს იმასურება, კვეთს და აი ეს ადამიანური რაც არის ნუ ფილმში მაგას გამოვაჩენთ ეგ ეგ არის უნივერსალური. ადამიანი ხო მარტო ენით არ ლაპარაკობს, ხო, ადამიანი ხო, პირიქით, ანუ იმით ჟესტიკულაციით ლაპარაკობს. მე მაგალითად ჩემი მუსიკით გამოცდილებიდან მახსოვს ჩემი ახლობელი ადამიანი უცხოელები იყვნენ, ფრანგები, რომ ამან ჩემო საერთოდ არ იცოდა ფრანგული, მაგრამ იმდენი აცინა იმ საღამოს გაიცნო. მე ვთქვი როგორ ლაპარაკე, ასე ლაპარაკე. ნუ შეიძლება 2-3 სიტყვა იცოდა და ისე შედის ურთიერთობაში და ისე შეუძლია ადამიანთან კონტაქტი, რომ ნუ ეგრე შინაური ხდება და რაღაცნაირად აი ესეთ ემოციებსაც აღზრავს რა. და ეგეთი რაღაცა კინო შეიძლება გადაითარგმნოს როგორც თხრობა, რომ აი იმანაც გაიგოს. ბევრი რაც. აი, ჩემი აზრით ეგ ხდება, რომ ყველამ რო გაიგოს, მაშინ უნდა იყოს, ამბავი უნდა იყოს არქეტიპული. არქეტიპული ამბავი ხო და რას ნიშნავს? არქეტიპული ამბავი არის ის, რომ არქეტიპული არის უნივერსალური ადამიანური გამოცდილება. ხო, არქეტიპული არის უნივერსალური ადამიანური გამოცდილება, ანუ ყველას ჩვენი ტვინისთვის აღქმადიროა. ეგ არ ნიშნავს ეგ არ ნიშნავს იმას, რომ პრიმიტიული უნდა იყოს ან რაღაცა, მაგრამ უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ მარტივი იმ ხრივ, რომ ჩვენ ყველას წარმოდგენა შეგვიძლია რომ რა არის ეს რა ანუ ცხოვრებისეულ ხო რა თორე ის შეიძლება ინტერნეტი იყო ჩაშლილი და მე ყველაფერი ნუ ჩვენ ზღაპრებზე ვიზდებით ხო ზღაპრებიდან იქ სულ პატარა ბავშვობიდან და იქიდან გვაქვს ეს ამბის მოსმენის სურვილი და მე ერთმანეთსაც უყვებით ხანდახან უკვე როცა შეგვიძლია ხო ზღაპრები ხო ეს ბავშვების ის არ იყო საერთოდ ეს საღამოს ძილის წილოს ხდებოდნენ დიდები, იმიტომ იყო საშინელი ზღაპრები იყო, ხო წითელქუდა საშინლად თავდება საერთოდ. მე ადაპტირებულია მე უკვე ბავშვებისთვის ეს ზღაპრები. ისე თქვენი აზრით დღევანდელი შემდეგ თემაზე რო გადავინოს დღევანდელი ქართული კინოზე რა სიტყვით? მე მომწონს ბევრი რაღაცა ძალიან ახალგაზრდები ძალიან კარგები არიან, რა ვიცი. კარგი გზაზე არის. კი, ნუ შეუძლებელია სხვანაირად იყოს, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი ეს გამოცდილებაც და რაღაც კულტურაც, კინოს კულტურა არსებობს ჩვენთან. ნიჭიერი ადამიანები არსებობენ. საშუალება არსებობს რომ ისწავლოთ დღეს მით უმეტეს, ხო? ეხლა მაგალითად ჩვენ დროს იყო ძალიან ვიწრო და ჩაკეტილი სივრცე იყო. ეხლა კინორეჟისორი რომ გამختارიყავი, როცა მე ვამთავრებდი სკოლას, ერთ-ერთი ის იყო მოსკოვში უნდა წასულიყავი და ეგ იყო საშინელი კონკურსი რა თქმა უნდა მთელ საბჭოთა კავშირში იყო ერთი სკოლა ერთი კინო ის იყო ეს გიკი რასაც ერქვა და იქიდან რესპუბლიკებიდან ღებულობდნენ ნუ შეიძლება ზოგი ლიმიტით მიდიოდა რაღაც მხარდაჭერით რაღაცები და იქ საშინელი ძალიან ჩაკეტილი სივრცე იყო ერთად მე პირველად საქართველოში გაიხსნა ეს მეორადი ფაკულტეტი უნივერსიტეტში იმიტომ რომ მაშინ თეატრალურში არ იყო საერთოდ რესპუბლიკებში არც ერთში არ იყო კინოსკოლა არც ერთში იმიტომ რომ ეს იყო ძალიან იდეოლოგიზირებული სფერო და იქ არ უშვებდნენ ესე ხალხს რა ის მოსკოვი აკონტროლებდა იმას ყველაფერს და კინო რაღაცა ძალიან შეზღუდული სივრცე იყო ხო და მე საქართველოში მეორადი ფაკულტეტი შეიქმნა მაშინ არ იყო გადაწყვეტილი თეატრალურში უნდა გახსნილიყო თუ უნივერსიტეტში და დიდი კონკურსი იყო მაშინ ჩავაბარე თავისუფალი მსმენელი ვიყავი თავიდან მე გავაგზავნე და მაშინ მახსოვს ერთად აკაკი ბაქრაძემ თქვა რომ აი კინო ნამდვილი ის მაშინ და ზოგადი ის გახდება როცა ყველა ადამიანი შეეძლებაო რომ თვითონ გადაიღოსო ფილმი რომ აიღოს კამერა და გადაიღოსო მაშინ მართლა საოცარი წარმოსადგენი იყო ეს მასაც მაგერეთი კამერა სად უნდა გეყიდა ადამიანი ვერ იყიდიდა თვითონ თავისთვის კამერას იმხელა და ის იყო როცა გახდება ისეთივეო როგორც არის თქვა წერლობა ადამიანს ყველა შეუძლია აიღოს ფურცელი კალმისტერი დაწეროს მოთხრობა ხო აი კინოში როცა ესეთი საშუალება იქნება, მაშინ გახდება ნამდვილი ხელოვნება, არ ვიცი, მაშინ ხელოვნების ბევრი ნიმუში მანამდეც შექმნილა, მაგრამ ეხლა მართლა ყველას აქვს ამის საშუალება, ხო? კი, მეორე ხელმისაწვდომია ყველაფერი. კი. და ბევრი ხელსაწყოც არის რა. ეხლა თან უკვე ხელოვნური ინტელექტიც ისე ვითარდება. ეხლა საერთოდ ისეთ იმაში გადავედით, რომ უკვე აღარ ვიცი საერთოდ რა. აბეჭი და სკიკნოს და მე ის აგეთ სტილიანს. მაგრამ
ეჭვმაქ რომ ჯერ კიდე შორია ეგეთი ის რომ მართლმთლიანი კარგი ფილმი გააკეთოს AI. ხო, აი ჩემი აზრით ის ადამიანური ფაქტორი მაინც ისაა, ეთყობა რომ არა. ხო, რა ვიცი, რაღაცეები რაღაცა დარჩება იმისთვისაც, აიდუმლოთ ალბათ. აი მე მომამობ ხოლმე რა ამაზე ლაპარაკობთ ხო ერთი ოჯერ მითქოს როცა მომავალში იქნება ასეთი ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფილმები თუნდაც ანუ ვიდეოები ან ფილმები ან რაღაც რა აი ცალკე ჟანრად შეიძლება ითქვას იმიტომ რომ იქნება ისე მივდივარ ისე სისწრაფით მიდის რომ იქნება ასეთი ვიდეო რაღაცები და მერე იქნება ცალკე სექცია ასე თქვა შეიძლება უფრო ესეთი ცირე რიცხოვანი სექცია ან რაღაცა კინოთეატრებში ინტერნეტში ადამიანის მიერ შექმნილი ფილმები რა ანუ წამო ადამიანის კინოზე წავიდეთ, ადამიანის მიერ ეკეთებულ კინოზე წავიდეთ. გინდა ბიჭო მართლა? ადამიანმა გადაიღო სცენარისტის დაწერილი. წამო ადამიანმა დაწერა ეს ფილმი, რაღაც ანუ გამონაკლისი ისე იქნება. ხო, გამონაკლისი, ესე მგონია, ეხა ისე მიდის და რავი, იმედია ეგრე არ იქნება, მაგრამ ისე მიდის რომ მალე ალბათ ვეღარ შევატყობთ რომ ეს არის. ხო, აი ნუ კი, არა, ზოგი უკვე მართლა იყენებს მაგას. კი, მაგრამ აი მაინც მგონია რომ ვერ ახეთ კი ის ხომ მაინც არსებულ ინფორმაციას კრიფავს და იქედან აკეთებს, ხო? ხო, იმას მაინც აი შეგრძნებების დონეზე ალბათ მაინც ხო იქნება. არა, იმას ტკივილი არ განუცდია რა, სევდა, ხო, თავისას ვერ იტყვის. ის იმას იგებს გზნობებს იმეორ, ხო, აკონსტრუირებს რა. ხო, და მაგიტომ მგონია რომ ჯერ კიდე მახლა აი გულწრფელი იმისგან, ნაშრომისგან, AI-ისგან ცოტა შორს ავართ, მაგრამ ძალიან მაგარი დამხმარეა და ასისტენტი ამ ეტაპში. კი. აჩევე და ყველამ გამოიყენოს ხო. არა, იმაში დღე ხანდახან საუბრობთ ხოლმე ფორმატი რა, ეხა დღეს საქართველოში ფორმატი სცენარის არის ძალიან ესეთი და როგორ თქვა, ბერმა არის. სამწუხაროდ თუმცა უნდა რომ იცოდეს ბერმა. ხო, მაგაში გეხმარება. კი და აი მინდოდა კიდე ისი კითხვა რა ანუ აი ფორმატი ხო თუნდაც ახლა რო ავიღოთ ამერიკა ჰოლივუდი ანუ იქ არსებობს სტანდარტი რომ უნდა იყოს აი ზომები ასე ვთქვათ დიალოგის ყველაფერს თავის ზომა ხო რა სივიწროეს უნდა იყოს დიალოგი უნდა იყოს ფონტი კურიერი 12 შრიფტი ხო, ანუ ეს არის სტანდარტი და პროდიუსერი სხვანაირი რომ მიუტანო სცენარი. არც წაიკითხავს, არც გადაშლის მაგას. პროდიუსერი სანამ პროდიუსერამდე მივა, მანამდეც გადააგდებენ. მანამდეც ხო, ანუ კითხველები ყავთ, რომლებიც შტატი გათელი. კი. აი ხა, თუნდაც მსახიობი ხარ, ხო? შენ მიჩვეული ხარ, რა, ესე კითხულობ და ხო სხვანაირი რომ მოაქვს, ეს წაიღე უკვე რა, აღარ უნდა კითხვა და თან გარდა იმისა რომ მიჩვეულია მთელი ინდუსტრია, ანუ მაგითი ხო მე ასისტენტ რეჟისორი ბრეიკდაუნს აკეთებს, ანუ გადასაღები გეგმა, ანუ ბლუპრინტი არის სამუშაო მთელი გადაღები ჯგუფისთვის და მაგიტომ ერთი რაღაც ფორმატი უნდა იყოს და საქართველოს ჩვენ არ გვაქვს აი ესე ფორმატი. არა გვაქვს, რატო არა გვაქვს? პრაქტიკა არ არის. პრაქტიკა არ არის ესე თორე შეიძლება აი თუნდაც ახ ხო მეუბნებით რომ არის როგორ არის ეს არ ვიცი. არა არის კი ესე ჯერ კიდე რამდენი კარგი ხნის წინ კინოცენტრში მაშინ გაკეთდა ეგ ის რომ უფასოდ და მიეღოთ ყველას რამდენიმე ის დამუშავდა. უბრალოდ ეხა ჩემი ასაკი და მithmetes ჩემზე უფრო სწავლებას ცოტა შეგუება მაგასთან გვიჭირდა და კინოცენტრის მოთხოვნაში არის შენ თუ შეგაქის იმ ფორმატში უნდა იყოს მე ესე ვიცი ახლა არ ვიცი ბოლო პერიოდში რა ხდება არ არის ისე ძალიან კაცად არ არის მოთხოვნილი ხო ახლა იცი რა არის ზოგიერთისთვის მართლა რთულია ეს ტექნოლოგია ახალი ტექნოლოგიების ისა ნუ ასაკოვანის ახალგაზრდებმა ყველა მიციან რა თქმა უნდა ახლა ჩვენც რო ვასწავლით ხო მაგას პირველ სავე დღეებში ვეუბნები რომ ამ ფორმატში მაგრამ არის ეთყობა თავიდან ეზარება თუ რაღაც არ უნდა ჯერ ცდილობენ რომ ისე თქვან ამბავი რა იმის გარეშე რა იმ ფორმატის გარეშე და მე ბოლოს ყველა მაინც ვალდებულია რომ გააკეთოს იმ ფორმატში იმიტომ რომ არავინ არ მიიღებს შენ იმას ნამუშევარს მით უმეტეს არც პროდიუსერი არ წაიკითხავს და კინოცენტრშიც ვიცი რომ მოთხოვნაა ეხლა
კონკურსისთვის როცა შეაქვთ, რომ ფორმატში იყოს გაკეთებული. იმიტომ გეხმარება ეს ისა რა. ანუ ჩემი თავისთავად გამონაკლისია, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ Word-ის დოკუმენტად. თუმცა მეც ვცდილობ რომ ფორმატში გავაკეთო. ახალგაზრდებმაც რო იცოდეთ რომ აი ბევრმა იცისო ბევრი სცენარი მაქვს რა წაკითხვა და ყველგან ცხოვრება ერთმანეთის ფორმა არ არის რაღაცა სტანდარტი და ხო ეხმარება მას ვეუხსნით რომ გეხმარება წერაშიც და ერთი მოწესრიგებულია ეს ტექსტი ყველაფერი. მოწესრიგებულიც არის და ანუ საჭიროა ეს სტანდარტი. თუნდაც უკვე აი გადაღების დაგეგმაშიც ბევრად უფრო აუცილებელია ხო ერთი პროდიუსერმა უნდა დაინახოს ახლა რამხელა სცენარი გვერდების რაოდენობით უკვე ხდება რამხელა სცენარი ხო? იქ ის გაძლევს იმას რომ ეს ამ ფორმატით წერა რომ ერთი გვერდი არის ერთი წუთი. შეიძლება პლუს მინუს რაღაც წამები იყოს, მაგრამ ის რო შეხედავს ამ მოცულობას უკვე იცის რამხელა ფილმი რა ამდენი ობიექტი აქვს, ამდენი ექსტერიერი, ინტერიერი და ყველაფერს იმას თვლის. ამდენი გვერდია გადასაღები დღეში, ამის ყველაფერი დღეს ვიღებთ აი 3 გვერდს, ანუ 10 გვერდს რამდენიც იქნება. ეხლა სცენარები ადრე სხვა ჩვენ პერიოდში მეც ვიწყებდი, თან უკვე განსხვავებული იყო საბჭოთა ტრადიცია, რომ სცენარები წერებოდა ძალიან ლიტერატურულად. აბსოლუტურად არ იყო მოთხოვნა, ეხლა გამოდიოდა ალმანახები ყოველ წლიურად საუკეთესო სცენარების საბჭოთა კავშირში გამოდიოდა. იქ იყო ვერ გაარჩე მოთხრობასავით იყო, ჩემი სცენარიც მოხდა იქ ერთხელ. აი ჩიორას სცენარი. და მაგრამ თვითონ წარმოებაში როცა იყავი, იქ მე შემოვიდა ახალი ეტაპი. პირველი იყო ლიტერატურული სცენარი, რომ მექნდა იმაში. მე იყო კინოს სცენარი. მე იყო სარეჟისორო სცენარი კიდე. სადაც უკვე აწვრილებით იყო მითითებული აი რა ტექნიკა, ამნოს მუსიკა რა არის, რა ოპერატორი სად დგას და ყველაფერი იმაში იყო მითითებული. ეხლა წვადაშორის ეხლა შევეხავ ნახე. დიახ, ხوار შეგაწყვეტ. არა. ეხლა ნახე ის ბიბლუსში, ნუ მაგაზე გამახსენდა არის ფილმების სცენარები გადათარგმნილი რა, თუ ვინმე საინტერესებს. ხო, ეხლა ნუ პოპულარული ფილმების არის, მაგრამ ანუ ჰარდკოვერია, ანუ მაგარი ყდით. ქართული? ქართულ გადმოთარგმნილი. აი ქართული არა სამწუხაროდ, მაგრამ ეხლა ესეთი ფილმები, რომელიც ცოტა პოპულარული სავგებო შეიძლება ბეტმენი, ეხლა რაც ნახე ბეტმენის და ჯოკერის 2019-ში რომ გამოვიდა. მე არ ვარ ფანი, უბრალოდ პოპულარობითაც სარგებლობს, იმის ისენი იყიდება რა და კარგად არის გადათარგმნილი. და ისა იმენა წიგნით დაბეჭდილი და სცენარი ფორმატში ყველაფერი და ვიღაცას რო აინტერესებდეს, აი ნუ კარგად დაწერილია თან, ეხლა პროზა გადმოთარგმნილია თან ეგეც კარგად. აი როგორ აინტერესებდეს ფორმატი, აი კარგი ის არის რა. აი წერა რაც თქვა სცენარი წერა სათავდება ეს ეგეთი ისე საბჭოთა პერიოდშიც გამოდიოდა კინო ალმანახები სცენარების როგორც უცხოური სცენარები საბჭოთა გამოდიოდა და იქ სცენარები კი არ იბეჭდებოდა რომლებიც თქვა რომლის მიხედვითაც იწყებდნენ ფილმის გადაღებას იყო ჩანაწერები ფილმის მიხედვით ანუ ეს იყო დამთავრებული უკვე აი იქ თავდება ჩემთვის სცენარი როცა ფილმი დამთავრებულია იმიტომ რომ სცენარისტი ეს არის მე არ ვყოფ დიდად რა კინემატოგრაფისტია სცენარისტი განსხვავდება მწერლისგან რატო ყველა მწერალს ძალიან ბევრი მწერალს არ შეეძლოს სცენარი თავისი ნაწარმოებების მიხედვითაც კი გაეკეთებინა იყო ეგეთ შემთხვევებით სცენარისტი იგივე ამიტომ ხშირად უჩნდება და მათ შორის მეც გამიჩნდა ამბიცია რომ გადამეღო ფილმი არის ასევე როგორც რეჟისორი ყველა რეჟისორი სცენარისტიც არის ხო იმიტომ ის თავისი ირგებს ამ სცენარს, თუნდაც გამზადებული სცენარი იყოს და მოსონდეს, მის მერე ერთი თავის რიტმში, თავის იმაში ხედვაში აქცევს ამ იმას და კარგი რეჟისორი ყველა სცენარისტიც არის. კი, აუცილებელია. და სცენარისტიც ახლა შეიძლება შეუმდგარი, მაგრამ რეჟისორული ამბიცია შეიძლება, რადგან რეჟისურას კიდე სხვა უნარები ჭირდება, ყველა არ მიდის ამ გზით და არ ცდილობს გადაიღოს. მაგრამ ნუ ჩემი აზრით, აი თუ არ გესმის რა ეს თხრობის სტრუქტურა და ესე რეჟისორის სრულფასოვანი კინოსი ვერ იქნები. კი, რა თქმა უნდა, კი. ანუ ზუსტად უნდა გესმოდეს ან სცენის დანიშნულება რა არის და мотиваციები პერსონაჟების რომ სწორი დირექტივა მისცე თუნდაც მსახიობებს და თელ ფილმს უნდა ხედავდე. ხო, პატარა სცენას რო იღებ შენ ამბობს არ მომოვარდეს შეიმიდან ის შემთხვევები რომ მინახ ბევრ რეჟისორთან მიმუშავია ესა ნუ არის ზოგადად ეგ პრობლემა რომ თხრობის სტრუქტურის
არცოდნის გამო რომ ამბავი უფუჭდებათ რეჟისორებს იმაზე. კი, აი ეგ რაც თქვი ახლა ანეკდოტის მოყოლაზე რა, რაღაცას რომ გაწელავ და რაღაცას მიაფუჩეჩებ რაღაცისა და ვეღარ ყვევი იმას რა. ისეთ რიცხვი და იქ სადაც ელოდები ერთ ემოციას, იქ სხვა ემოცია იბადება, რომ იტყვის რომ აუ რა მოსაწყენია რა. ეხლა დათვლილი აქვს ყველაფერი ამერიკელებს ხო დათვლილი აქვს გამომდნენ რომ რაღაც მე-17 წუთზე დრამაც რო იყოს, უნდა გაგეღიმოს რა, რაღაცა ალზე უნდა ეგ არ ვიცი, გამიგია, მაგრამ ამობენ და მართლაც ასეა რა, შენ თუ ეხლა მაყურებელი ისეა განებივრებული, რომ შენ ეხლა დიდხანს თუ რაღაც მოაწყენ და არაფერს მისთვის გულზე მოსახვეც ვერ დაინახავს, ის იტყვის რომ არა, მოსაწყენი ფილმია და გამოვა შეიძლება დარბაზი. აი, სიტფილდს აქვს აი უფრო პირველი ეგ იყო, ვინ სცენარზე დაწერა ეგ სტრუქტურა და ნუ ძალიან დიდი ხანი ღმერთი ეგ იყო, როცა დაწერა ეგ თავისი სტრუქტურა და მაგას აქვს უფრო ესე რომ აი ამადამ წუთზე უნდა იყოს ესე უნდა იყოს და განაცუდია, კარგია, მაგრამ აი ესეთი დაკონკრეტებას ჩემი აზრით ცოტა ზედმეტია. ხო, ეხლა უცნაურია, იმიტომ რომ ეხლა ფილმს რო უყურო და აი მე-17 წუთი ეხლა უნდა გავიცინო ალბათ გამაცინებს რაღაც. ხო, რა მათემატიკურადაც არ უნდა იყოს, მაგრამ ხო, აი ცოტა მათემატიკა, მაგრამ კაი მიგნებები აქვს მაგასაც. აი აქ შემოდის სწორედ აი ავტორის გემოვნება და რაღაცა მისი ბაგაჟი რაც აქვს, რა ვიცი. იმიტომ რომ აი ეს არის ყველაზე რთული რა, იმიტომ რომ ეხლა რომ მოდიან შეათ ახალგაზრდები ნუ არის გამონაკლისები რომ ყველაფერი ნანახი და ყველაფერი იციან და ბევრად მეტი ვიდრე მე მინახავს მithumedes თანამედროვე რაღაცა, მაგრამ ზოგს აქვს საერთოდ აი კინოს საერთოდ ქართული ფილმები არ აქვს ნანახი რა, კლასიკა ქართული რაც არის. ნუ ეს კურსი იმასაც ითვალისწინებს რომ ვცდილობთ რომ ვაჩვენოთ ყველაფერი რა. რომ არ ეგონოთ რომ ისინი რაღაც პირველ აღმოჩენები არიან რაღაცეების, იმიტომ რომ უნდა ხედავდე რა ისტორიას, სამწუხაროდ არ გადიან კინოს ისტორიას, ამ მცირე ისა აქვს რა ძალიან. რაღაც ლოგლაინებზე მინდოდა რა, ზოგადად საუბარი. ლოგლაინიც არის ცალკე ხელოვნება რა, მაგის. ხო, მაგის სპეციალისტები არიან ცალკე, რომლებიც წერენ და ყველას არ შეუძლია ხო. ყველას არ შეუძლია. აი საქართველოში აი თუნდაც ახლა ვისაც ამბავი უნდა რომ დაწეროს, ახლა მე მაგალითად ხან იმიტომ წერ რომ სიამოვნებს წერა, ხო, რაღაც დაწერა და ვიცი რომ თქვა აი ამის გადაღება არ მოხდება. შევაწელების მერე, მაგრამ იმიტომ არა რომ უბრალოდ სიამოვნების თემა არის, ხო? მაგრამ აი როგორ და რაღაცად მინდა რომ აი საქართველოში სცენარისტები ახერხებდნენ რაღაც მუშაობას, პროფესიონალურ რაღაცების შექმნას, გაყიდვას და ხშირ შემთხვევაში ლოგლაინი უფრო არის ხოლმე მნიშვნელოვანი იმისთვის რომ გაიტანო რაღაც გამოხმაურება მოყვეს შენს ნაშრომს, ვიდრე სცენარი. ჯერ უფრო ლოგლაინი აინტერესებს და მერე იყოს სცენარი, ხო? ან ლოგლაინები ხშირად უფრო ლოგლაინი იყიდება, კარგი ლოგლაინი, ვიდრე სცენარი. და საქართველოში აი რა გზები აქვთ ვაფშე სცენარისტებს, ხო? გარდა იმისა, რომ აი კინოცენტრში შეიტანე რაღაც შენი დაწერილი სცენარი. აი რა გზები არსებობს იმისთვის, რომ აი სცენარისტმა შეძლოს თავისი ნაშრომის რეალიზება? აი ყველაზე რთულია ხო რა. ხო, აი გარდა კინოცენტრისა და ნუ რაღაც შეიძლება კონკურსი გაიჩიქოს, რომ აი 10000-ით დააფინანსა, 10000 არც არაფერია, ნუ ეგეც კაია, მაგრამ სამწუხაროდ ეხლა ღარიბი ქვეყანა ვართ მაინც. მეტნაკლებად შეიძლება ითქვას და ეხლა ვიღაცას არავის ყავს ესე ბიძა ან ვიღაც ვინც დაუფინანსებს ფილმს და ეს კინოცენტრია ერთადერთი გზა, რომ რაღაც გააკეთო თორე სხვა შემთხვევაში და თვითონ ნუ არის შემთხვევები რომ ადამიანები თვითონ იღებენ რაღაც იმებს, ხო არის ეხლა დავასახელებ იყო ცნობილი ფილმებიც იყო. არის ხო, მაგრამ აი რა გზები შეიძლება პირადი კონტაქტები, ნუ ეს კიდე კინო ყველაფრის გარდა ხო ეს არის რაღაც საზოგადოებაც რა. ეხლა მაგალითად იგივე ჩვენი კურსი რაც გადიან იქ სამ თვიან იმაში ხო? ეს უკვე ერთი მერვე ჯგუფია თუ რაღაც თუ მეცხრე არ მახსოვს ზუსტად. აი ყველა ჯგუფი და ისინი ერთი სამეგობრო შეიქმნა რა. და ისინი ერთმანეთს ეხმარებიან იმით კი არა რომ განზრახო მოდი რაღაც დამეგობდნენ რა და ეს ხო არის ქსელი რა მთელი ნეტია მთელი რომ სადაც
შენ ნახულობ ადამიანებს, იცნობ, იმიტომ რომ ეს ერთგვარი ისიც არის, ხო, მაინც სექტაა რა, კინემატოგრაფისტების. სექტაა და შენ იცი რომ ახლა ის მე უკვე სხვა დამოკიდებულება მიჩნდება ადამიანისადმი, როცა ვიცი რომ აი მას ფილმის გადაღება უნდა და შეიძლება არ მაქვს ნანახი მისი არაფერი, მაგრამ უკვე სხვა დამოკიდებულება მინდა დავეხმარო და ვიცი რომ მე რო დამჭირდეს ისიც დამეხმარება და აი ესეთი სამეგობრო იქნება რა. აქ ეძებ ვიღაცას უფრო მეტად შეუძლია პროდიუსერობა. მაგალითად ეს კურსი იმას ითვალისწინებს, სადაც ჩვენ ვასწავლით, რომ ამ ჯგუფში ყველა ერთმანეთის ფილმზე მუშაობს. როგორც პროდიუსერი, როგორც ოპერატორი და ამ პრაქტიკასაც გადიან. როგორც აი გითხარით იმ გოგონას შესახებ, რომელსაც აღმოაჩინა, რომ ოპერატორობა უნდოდა. ასევე გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ახლა უნდა საერთოდ კინოს მხატვრობა საერთოდ მოეწონა ეს ისა და გამოუვიდა და სხვების ფილმებზე მუშაობს როგორც კინომხატვარი. ასევე პროდიუსერი, რომელიც აი რამეა ყოველას ეხმარება როგორც პროდიუსერი. პირადი კონტაქტებიც რა, აი სად რა უნდა უქნას ადამიანმა სცენარს, არ ვიცი ახლა მართლა რთული ის არის, იმიტომ რომ ყველა ვდგავართ ამ სიტუაციის წინაშე, მით უმეტეს ახლა სანამ გაირკვევა რაღაც სიტუაციები და ისინი რთულია ძალიან. არის ახლა უცხოური ისინი, მაგრამ იქაც მიმართვა, ახლა სხვა ქვეყნის იმას თუ მიმართავ, იმას თავისი აქვს იმდენი, რომ შეიძლება კოოპერაციას და რაღაცა მოხდეს რაღაცა, მაგრამ ჯერ შენთან უნდა იყოს რაღაცა ინტერესი შენი სცენარისადმი გამოხატული, ხო? კი, ხო და მინდა გზები გამოჩნდეს და თუნდაც მოვიგონო ისეთი, როგორ შეიძლება პოპულარიზაცია რა, უფრო ქართული სცენარებს და ამის, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უძველესი ქვეყანა ვართ და ამბები ჩვენს გვაქვს მოსაყოლი ძალიან ბევრი ისეთი, რაც სოფლიოს სჭირდება რომ მოისმინოს, უბრალოდ არ იცის. მე მართლა მჯერა მაგის, რომ ჩვენი ამბები რაც გვაქვს მოსაყოლი შეიძლება გასკდეს და გავიდეს და ძალიან დიდი აი როგორც კორეელები გახდნენ რა ერთი პერიოდი ანუ 21 საუკუნეში დაიწყეს ძალიან მაგარი ინდუსტრია შექმნეს. ძალიან მაგარი ფილმები საერთაშორისო ბაზარზე. ესეთი ძალიან ღრმა კულტურული შრეებია იქ და რაღაც საინტერესოა ჩვენთვის, უბრალოდ თუნდაც ამ კუთხით პირველი ის არის, შენ სხვა სამყაროს ხედავ საერთოდ რა, სხვა კულტურას და სხვა ურთიერთობებს და ძალიან საინტერესოა, მე ძალიან მომეწონა ის მაგათი ის პერიოდი ძალიან კარგი იყო და ალბათ რაც ეგრე იქნება. ასევე ქართულიც ალბათ და ეს მაინც ინდივიდუალურ ადამიანებში ჩამოდის, ზოგადად კულტურის ის კი რა თქმა უნდა ეს სფეროა, მაგრამ თვითონ ერთი ადამიანის ისტორია საინტერესო რა მე როცა რაღაცა შენი სამყარო გამოდის რაღაც გაქვს რაღაც სათქმელი რა სათქმელი შეიძლება ორი სამი ადამიანი იყოს თლიანი რაღაც ეპოქის შემქმნელი და იმათი ისტორიები, მაგრამ ხო წახალისებული უნდა იყოს რა აი ეს რომ თლიანი ინდუსტრია, თლიანი როგორ თქვა, კულტურა რაღაცა რომ აღმოცენდეს, თქოს ნიადაგი უნდა არსებობდეს იმისთვის რომ აღმოცენდეს რაღაც სცენარი. შენ ამბობდი რა ისინი არსებობს უბრალოდ მაგაზე მინდა რომ ჩაგეძიო დავამატო ერთი რაღაც რა შეიძლება არსებობდეს შესაძლებლობა რა ქართველი სცენარისტისთვის თუნდაც დამწყები ესეთი შეიძლება დამწყები შეიძლება გამოცდილი. ჩვენ ვართ საქართველოს არის ესეთი იმაში რა ქვია ევროსაბჭოს მიერ შექმნილ ფონდი არის ევროსაბჭოს ქვეყნები არიან შესული რა ევრიმაჟის ისინი ანუ Council of Europe რაც არის მაგის ანუ ევრიმაჟი არის ფონდი რა 26-30 მილიონამდე ის აქვს ფონდი აქვს წელიწადში ხო და ჩვენ ვართ მან ჩვენ შეუძლიათ როგორ შეუძლიათ გაგზავნონ ამ დამოუკიდებელ პროდიუსერებს სცენარები ისევ შეიძლება კინოცენტრიდან თუ კინოცენტრში გაიმარჯვება რაღაცა უფრო ისე ის ხარ რა ტიპი ხარ თუ კინოცენტრში თუ რაღაცების ხები მოიგე უფრო წახალისებული ახარ და პლუს რაღაც პრივილეგიები აქვს და უბრალოდ ეგ მინდა რომ ითქვას რომ შესაძლებლობები გვაქვს, აი მაგ მხრივ, არა მარტო ეგ, სხვა კერძო ფონდები კიდე CNC არის ფრანგული, რომელიც ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები სცენარისტები ამას იყენებენ და ბევრმა არის. მინდა რომ უბრალოდ იცოდნენ
რომ არსებობს ეგეთი რაღაც. ლინკები რო ჩავაგდოთ. ხო, არა, კი, საიტების იმებს ჩავაგდეთ, ჩვენ იქ საქართველოს არის წარმოდგენილი და ჩვენი წარმომადგენელი არის იქ და ასე ვთქვათ, ყველაფერი რა და ნახონ ინფორმაცია, რომ და ახალგაზრდებმა ეხა ბევრმა შეიძლება მარც დაგუგლოს არის აქნას რაღაცა, მაგრამ ლინკებს ხო რა მიუთითებს და ეს არის მაინც პროდიუსერის საქმე, ხა სცენარისტი მაგას ეხლა თუ იცის ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის პროდიუსერის საქმე და პროდიუსერი იმის წინაშე დგას, რომ საქართველოში უნდა კონდეს აღიარება ამ პროექტს, რომ შენ წარადგინო იქ ევრიმაში, ძალიან იმაში, ხო? შეიძლება პირადი კონტაქტები ვიღაცა ყავდეს იქ და მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია შენ ქვეყანაში. პროდიუსერსაც რო ეძებ უცხოეთში ის გეკითხება რა, შენ ქვეყანაში აინტერესებთ ეს პროექტი? ხო. ეხლა იმის გამო რომ რა ვიცი, მე ესე ვხედავ რომ გაჩერებულია საქმე კინოცენტრის საქმიანობა და პროტესტია და რაღაც ბევრი ახალგაზრდა ამ პროტესტშია. არ ვიცი საერთოდ რა საშუალებაა იმისა, რომ წარადგინო ეგეთი ისა და იმედია რომ რაღაცეები შეიცვლება რა. მე რა თქმა უნდა არის ახლა, თორე უცხოელი პროდიუსერები იყვნენ დაინტერესებული, ჩამოდიან და უნდათ, იმიტომ რომ ის უცხოელებიც თვითონ ნუ ჩვენნაირ ქვეყნებში, ხო, თვითონ ვერ აკეთებენ, ფული დიდი უნდა სრულმეტრაჟიან ფილმს, ხო? კოოპერაცია ხდება სხვა ქვეყნებთან და ჩვენ ახლა მაგალითად ფაქტობრივად ამისგან უკვე დაშორებული ვართ საკმაოდ რა. ნუ ხო რა იმეშვებით. ნუ წერანას თქვით საქართველოში პროდიუსერის ის არის საქმე საქართველოში ძალიან ხშირია რომ პროდიუსერიც გიწევს რომ იყო. როგორც სცენარისტთან, რეჟისორთან. ეგ ძალიან ცუდი გზაა, იმიტომ რომ ხო აი ყოველთვის უცხოელი პროდიუსერიც უკვე ეჭვის თვალით უყურებს, თორსა რეჟისორი ამბობს რომ მე ვარ პროდიუსერი და რაღაცა. ხო, არაპროფესიონალური. სამწუხაროდ ადრე იყო ეგ იძულებული იყო, იმიტომ რომ არ იყვნენ პროდიუსერები. ეხლა არიან ახალგაზრდები პროდიუსერები, რომლებიც მუშაობენ კარგად რა და შეუძლიათ რომ ეს საქმე გააკეთონ, ასე რომ თავარია რომ რაღაც ისევ ამუშავდეს ეს სტრუქტურა კონკურსების კინოცენტრის, რა ვიცი, რომ საშუალება მიეცეთ ახალგაზრდებს, რომ თავის პროექტები მიიყვანონ ბოლომდე და წარადგინონ უცხოეთში რა. შენ ქვეყანაში თუ არ არის ინტერესი და შენი ქვეყანა თუ არ არის დაინტერესებული, ის რატო დაინტერესდება შენი იმით, ხო? ეს ნიშნავს, რომ ბაზარი შეზღუდული გაქვს, შენ ქვეყანაში გაქვს შეზღუდული ბაზარი, ესე იგი და რთულია ამიტომ ასეთ სიტუაციაში რაღაც ახალგაზრდა სცენარისტმა უნდა რას იზოს სხვა გზა არსებობს, უნდა წეროს და ეძებოს რაღაც საშუალებები რა, ის კონტაქტებით იმედია რომ აღდგება ეს კინოცენტრის მუშაობა ნორმალურად და იქნება საშუალება კონკურსების. იყო რამდენჯერმე ადრე მახსოვს რომ რაღაც კერძო სტრუქტურებმაც გააკეთეს რაღაც კონკურსები. კი, არის რაღაც ჩაიხანა აკეთებს ყოველ წელს, არის ერთი ვიცი. და არსებობს ხო ერთი ჩაიხანა უბრალოდ ამოაგდებს ხოლმე მანდ ვიცი ეგ. თორე არსებობს პატარა დაფინანსებები. პატარა დაფინანსებებია ხო, აი დოკაც არსებობს ეგ დოკუმენტურ ფილმებზე ხო. რატო გადავიდა ამდენი ხალხი დოკუმენტურ იმაზე? იმიტომ რომ ნაკლებად ფინანსები ჭირდება და პატარა ჯგუფით კეთდება ფილმები და მთელი ახალგაზრდობა ძალიან მიხარია რომ დოკუმენტური კინო ძალიან გამოკეთდა კი არა, რა ვიცი, უამრავი ახალგაზრდა რეჟისორი გამოჩნდა და საინტერესო. ესეც საშუალებაა, ახლა მხატვრული ფილმის პროექტი ბევრად უფრო მეტ ფულს მოითხოვს, უფრო ხანგრძლივიც არის, თუმცა დოკუმენტურიც არის, ხანდახან შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს, მაგრამ უფრო კომპაქტური ჯგუფით შეგიძლია გააკეთო რაღაც კინო და მხატვრულს ახლა ნამდვილად გაცილებით დიდი ჯგუფი ჭირდება. სერიოზული მომენტი. ეხლა იმდენი ასპარეზია მართლა ამასინაც კარგად ხნისინ იყო ჩამოსული ერთი რეჟისორი, მე მგონი დანიელი იყო და მე სრულმეტრაჟიან კინოს რეჟისორი ვარ, მაგრამ მე გადავწყვიტე რომ ძალიან დიდი ხანი უნდა 5-6 წელი ერთი ფილმის იმასო და გადავედი 2 წუთიანი ფილმების კეთებაზეო. ეგეთი ასპარეზიც არსებობს. 2 წუთიანი? 2 წუთიანი ფილმების ფესტივალებიც არსებობს. ფესტივალები 1 წუთიანი ფილმების არსებობს, ხო, კი. ძალიან რთულია ერთწუთიანი ფილმი გაკეთება. ძალიან რთულია, კი. ძალიან რთული. აი ჩემი პირველი ის ამერიკაში რო სწავლობდი, კურსი იყო რომ გაგვეკეთებინა ერთწუთიანი ფილმი, ზუსტად 60 წამი, არც ერთი წამი მეტი, არც ნაკლები და იქაც ესე ყველა ერთმანეთის ზოგი პროდიუსერი, ოპერატორი ასე ვიყავით და საინტერესო გამოცდილება იყო და ნუ ხო ყველა ძალიან გაგვიჭირდა ზუსტად 60 წამიანი ფილმის გაკეთება. აი ქართული ფილმიც ხო იყო ახლა ძალიან გახმაურდა კიდევ 8 წუთი რაღაცა. ხო. ხო.
ასე რომ ეს ნიჭიერება და სურვილი და ენთუზიაზმი არსებობს, ასე რომ ახალგაზრდები მე ვიცი რომ ზუსტად ვიცი ძალიან დიდი ისა აი თვლი რომ ჯერ არ იფეთქა ქართულმა კინომ ანუ ასე საერთაშორისო ბაზარზე ისე როგორც უნდა იფეთქოს მაგრამ მაგისი უზარმაზარი აი კომერციული თვალსაზრისით არა მაგრამ ისე ნუ ახლა ქართული კინო ასე თუ ისე იცოდნენ და ისეთი ავტორები ყავს და ისეთი სახელებია ქართულ კინოში ახლა იგივე რაც რა ვიცი ყობახიძე და იოსელიანი და რა ვიცი უამრავ რეხვიაშვილი და ბევრი ხო ასე რომ ამ პატარა ქვეყანაში რომ ასეთი კულტურა არსებობს და სერიოზულად არსებობს და გრძელდება რა ვიცი ჯერ კიდევ მუნჯი კინოდან დაწყებული რა ახლა ჩამოთრეხე ნიკოლა შენგელაია ეს ელისო ესეთი ფილმია ჩემთვის და კალატოზის შვილი და ბევრი ადრეული ფილმები მიხეილ ჭიაურელის მასკარადი უამრავი რაღაცა ახლა მე მახსოვს ძალიან კარგად ის ფილმი მუნჯი ფილმით არის გადაღებული კრაზანა ესეთი საოცარი ფილმია გაკეთებული აი ფილმები როგორ ხრებოდა რა მე მგონი მარჯანიშვილის ფილმია ნუ ესეთი ნოვატორი რეჟისორი იყო თეატრში უფრო ცნობილია გადაღებული აქვს ეს ფილმი და იმიტომ გაქრა ეს ფილმი რომ ეს თავარი გმირს ვინც თამაშობს მერე წავიდა თუ გაიქცა ამერიკაში თუ რაღაცა და ეს ფილმი იყო მიგდებული ახლა არა ისეთი ფილმია გაკეთებული რა ჩვეულებრივ ნუ ჩემი ბებია რომ კლასიკა ახლა ცნობილი ფილმია ყველასთვის და რომელიც გვიან იყო აღმოჩენილი ფაქტობრივად რა გადაღებულია მე მგონი 28 წელში 1928 წელში ასე რომ ქართული კინო არსებობს იმიტომ რომ ეს ნიჭიერება ქართულში ეს რაღაც არის რა არის და მე მგონი იარსებობს კიდევ იმიტომ რომ იარსებობს და მე მგონია რომ ბევრი დავაკვირვებ ეს ამბიცია კარგი გაგებით ისე და აქვს ადამიანს რომ რაღაცა მოყვეს და რაღაცა თქვას და ზოგადად რა შეცდომას უშვებენ თქვენი აზრით სცენარისტები ან დამწყების სცენარისტები როცა იწყებენ წერას აი რთულია ახლა კონკრეტულად რა შეცდომას იცი რა აი ისე ვიმეორებ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა სიუჟეტი და ის არის მაგრამ აი თუ არ შეავს ეს რაღაც პერსონაჟებით ისეთი რომლებიც საინტერესონი არიან სქემატური რჩება ეს ამბავი რა რახტის პერსონაჟს აი კარგს აი მრავალმხრივობა ზოგჯერ ის რომ თქვა შეიძლება ძალიან სერიოზული ტიპიც კი პერსონაჟიც კი რაღაცაში სასაცილო იყოს რაღაც სისუსტე კონდეს უამრავი რაღაცა ვიცი ბევრი კომპონენტი ახლა ადამიანი რო ყვება ამბავს ყვება ნუ როგორც თვითონ გძნობს ამ იმას რა იმისთვის რომ ეს უფრო კარგად მოყვა რაღაც გემოვნება და ისჭირდება რაღაც ნანახი უნდა კონდეს რაღაცა წაკითხული უნდა კონდეს იმიტომ რომ ეს დრამატურგია და ისინი ხო არიან პროზაში და ყველაფერში ხო და სცენარისტების შეცდომები არ ვიცი ხან მიჭირს ითხრა აი არ მუშაობენ შეიძლება იმაზე პერსონაჟზე კარგად რა ეხლა რატო ამ თავარი სიუჟეტი ხო ეხლა სიუჟეტია თავარი ეხლა რომეო და ჯულეტა რამდენმა გადაიღო ხო და უამრავი ცნობილი სიუჟეტები ბევრი რეჟისორი იღებს და ყველა სხვადასხვანაირია მაგრამ ეს ყველა ფერს სხვადასხვანაირად ასხავენ ხორცს რა სხვადასხვანაირი პერსონაჟი სხვადასხვარი იუმორით შედის იქ და რაღაც მუსიკალია გადაღებული ბოლოს და ბოლოს ბრწყინვალეა მის მიხედვით ეხლა კიდე გადაიღეს მე მგონი ხო ერთი არის ძველი ის ვესაიდის ისტორია და კიდევ ვესაიდი ახალი სპილბერგმა გადაიღო მე მგონი ხო ახალიც გადაიღო ხო ეს არ მინახავს ხო ის არის მუსიკლის გაკეთებული აი ეს არსებობს უკვდავი სიუჟეტები რა და პრინციპში ყველა სასიყვარულო ისტორია ჩემთვის დაიყვანება რომეო და ჯულეტამდე რა პრინციპში ზოგი წარმატებულია მე გადარჩებია და ზოგი ასე მთავრდება ტრაგიკულად რატომ არის შიმშილი ახლა ხო აი რიმეიქები ამდენი როგორ სადღაც კეთდებოდა ახალ ეს ატრიალებენ ისევ ერთი და იგივე რაღაცებს ხო ეს დეფიციტი არის ორიგინალური დეფიციტი ახალი ამბების ახალი სიუჟეტების რა ახლა იგივე ჩემს ამ ჩიორაზე ერთი გაკეთდა მსგავსი რიმეიკის და კიდე არის რაღაც ცელობები რომ კიდე გავაკეთოთო რაღაცა იმიტომ რომ
რა ვიცი, ისეთი remake. ხო. მაგრამ უნდა გათანამედროვებული რა, ისეთი. საი. მივესალმები იდეაში რა, იცი ხო? რაღაცეებსაც, მაგრამ რატო გარდა თქვა ორიგინალური ისტორია ჯობია, რა თქმა უნდა ის მაგრამ დღეს ისეთი დეფიციტია რაღაცნაირად ესე. ზოგადად სოფლიოში არის. აი ხა ისიც ჰოლივუდში ხო იყო მწერლების ისა პროტესტი რო იყო. კაპიცვა, ხო? კაპიცვა, ხო, კაპიცვა იყო, ხო. მოყვა, ანუ მაგალითად ახლა იმოქმედა ზოგადად თუნდაც იქედა რომ საშინელი ხარისხი ძალიან დაეცა ხარისხი და პროდუქციაც აღარ არსებობს ხო უკვე ეხანელნელა დაიწყებს გონია უკვე წამოვა რა მეტი და მეტი ამბავი მაგრამ წლები 2-3 წელია გაჩერებულია ფაქტიურად ის იყო იქ და ზუსტად იმის გამო რომ არ უნდათ გადაეხადათ ხელფასები სცენარისტებისთვის მეტი AI-ს იყენებდნენ სცენარები დაეწერა, მეტი reality TV shows და ფინანსება მიდიოდა, ეს რაც დოკუმენტური არის ოღონდ უფრო უარეს. ნაკლები ჯდება სცენარის საჭირო გადაუხადო და ნუ ეხლა მით უმეტეს არ ვიცი რა იქნება საერთოდ რა იმის ChatGPT-ზე. ხო, და აი მართლა მგონია რომ ჯერ ვერ არის მთლად იმ დონეზე ChatGPT-ც და მე მგონია რომ დრო დაჭირდება იმას რომ არ აქვს რა მართლა თქვენ როგორც თქვით სირცხვილის გრძნობა არ აქვს ტკივილის გრძნობა არ აქვს შეიძლება ასწავლონ რა ასწავლონ იმიტაცია შეძლებს მაგრამ ისიც არსებული უკვე გამოცდილებებიდან და ადამიანი მგონია ადამიანი მაინც უფრო ხო ღრმა არის მისი ტვინი მაინც ალბათ რაღაც სხვა ხო არ ვიცი კაცმაილს კიდე რა იქნება მართლა მაგრამ არ ვიცი მე მგონია ხო მუსიკასაც ქმნის მაგრამ ეხლა ბეთჰოვენს და იმას რაღაცა ბახს და იმას მაინც ალბათ მსგავს რაღაცას გააკეთებს რაღაცა იმის მიხედვით გააკეთებს მე მგონია რომ აი არსებული რაც არის იმ ჩარჩოში შექმნის მაგრამ ჩარჩოს გარეთ რო გამიდეს მაგაში ჯერ ყოველ იმედი ვიქონიოთ რომ სულთად არ ჩაანაცვლებს ადამიანს ყველაფერში არ ვიცი ხო არ ვიცი შეიძლება ვფიქრობ. ბევრ რაღაცაში ხო AI ჩაგვანაცვლებს ისე და ეხა ეს იქნება ერთ-ერთი რომელშიც ჩაანაცვლებს ცოტა დაბალი რგოლის წარმომადგენლებს შეიძლება იყოს ასისტენტები რომელიც დაკავებულები არიან ჰოლივუდში მაგალითად გასუფთავებით ესე ქვია რა სცენარის გასუფთავება ანუ გასუფთავება არის რომ ჯერ ერთი გრამატიკული და სინტაქსური და კორექტირება ხო იმის შეცდომიდან დაწყებული უბრალოდ შეიძლება დიალოგებით პატარა შესწორებები რაღაცები აი მასეთი რაღაცა და ხო ის არის ცოტა ხა საქართველოს ზონაზე შემოსავლიანი კარიერა სხვათა შორის ეგეც რა სცენარის დოქტორობა ზოგადად და გასუფთავება აი სცენარის დოქტორობა შეიძლება რაღაცა ცოტა აი ეს ხედავდე რომ შეამოწმებინო იმას შეამოწმებინო რა ვიცი გადამიხედე სცენას განა დამიწერე მაგრამ ნო დისკენი რა პატარაზე ხელი შეავლე შეადარე ამ სქემებს და რაღაცეებს კი მე ვიყენებ ამას ChatGPT-ს თუნდაც ამ ჩემი სცენარები რო წავაკითხო და რაღაც დისკუსიაში შევიდე რა ესე და კი მეც გამიყენებია აი არის ცუდი არ არის ნამდვილად თან ძალიან მალე იხოცება ეხა მე როცა გამოვიყენე ვეღარ გამომყვა რაღაც თოსა დიდი ხანი მე კონტექსტს ვეღარ აღიქონს კაი ხანი რო ელაპარაკები მაგრამ ნუ მე ეგეც ვითარდება მოკლედ ისეთი სისწრაფით მიდისაც ყველაფერი რომ მე მაინც მგონია რომ მალე ყველაფერს ჩაანაცვლ. უხოუმრავი პროფესია გაქრა საერთოდ და ქრება. უკვე ნელ-ნელა რამდენი პროფესია? რამდენი სფერო გაქრა საერთოდ? კოპირაითერები, მაგალითად კოპირაითერის იმას უკვე ნელ-ნელა უკვე ანაცვლებს. კოპირაითერი ინტერნეტში როწერე. ეგ უკვე კოდერების ხო გრაფიკული დიზაინს რა ყველაფერი შეუძლია ჩაანაცვლოს მაგრამ რაღაცა პროფესიები ქრება მაგრამ ახალები ჩდება კი ახალი ანაცვლოს და ადამიანების ხანა ესე შეიძლება ისეთი აზრია მაგრამ სხვანაირი თაობა მოდის უკვე რა რაღაცა მათ ეს ცოდნა რაღაცნაირად აქვთ უკვე რა ბევრი რაღაც რო ხედავ ბავშვს რომელიც ახლა იმ კუბიკას იმასე რა 3-4 წლის ბავშვი ისე არ უყურებს, ისე აწყობს. ეს ხო ლოგიკით არ აკეთებს ამას, ხო? რაღაცნაირად უყურებს და აწყობს რა. იგივე ტელეფონს და იმას რომ მე რასაც ვერ ვერკვევი ხოლმე და ის ხო ალღო რაღაცა ცოდნა აქვს უკვე არ ვიცი რაღაც. რა აქვს რაღაც ინდიგო ბავშვებია. მე თქო მეტი იქნებიან ეგეთები თანდათან. იმიტომ რომ მოვწევთ.
ეს დი ალღო რა ის ქონა. თქვენ ახლა წერთ სცენარს. ახლა მე ფილმს ვამთავრებ დოკუმენტურს. კი. და სცენარსაც წერ, რომელიც გაიმარჯვა კინოცენტრში, ხოლო ჯერ არ გადაგებულა, იმას დღეს მიუბრუნდი სწორედ იმას, რატომ გადავხედე და ვხედავ არ არის ცუდი რაღაც. რა ხო შეგახსენებდი თუ საიდუმლო არის რა ქვის სახელი უბრალოდ. სახელი არა. ბოლოს გადავარქე აღარ მახსოვს, რიკოშეტი მე მგონი. ქვია სცენარს, რომელიცაც კონკურსი იყო სცენარების განვითარება. სცენარის განვითარება? ხო და ეს დოკუმენტური ფილმიც კინოცენტრში მოვიგეთ 4 წლის წინ. ეს არის ეს მაგას ქვია ბოლოზარი. ბოლოზარი. ეს ჩემი ისტორია თვითონ პირადი, რომელიც მე გადავხდა და იმას ვაკეთებ. დოკუმენტური, ხო? დოკუმენტური ხო მე წინა ცხოვრებაში გეოლოგიურზე ვსწავლობდი და იქ მე მქონდა გაცვლითი პრაქტიკა და რაღაც რომანი პოლონეთში მქონდა რაღაც გაცვლითი პრაქტიკა და იქ უნდა წავსულიყავი პოლონეთში სტუმრად ჩემ მეგობარ ქალთან და ბოლოზარი რო მქონდა ინსტიტუტში აუდიტორიაში აღნიშნეთ რაღაც სასმელის ხაჭაპურებით რაღაცები ვილაპარაკეთ და რამდენიმე თქვით მე ეს იყო 73 წელი რამდენი თითი ხნის წინ თქვი რომ ოდესმე საქართველოს დამოუკიდებელი იქნება მეთქი ეს საბჭოთა კავშირი აღარ იარსებებს და რამდენიმე თქვით რა ხო და იქ მეორე დღეს 4 ვიჭი კგბ-ში იმიტომ რომ იქ მუსიკა ქონდა რაღაცას უსმენდი და ვიღაცამ ჩაწერა და კასეტაზე იყო ჩაწერილი ჩვენი სადღეგრძელოები. და მე აღარ გამიშვეს პოლონეთში მე ვერ წავედი. მე ხო ვერც დაუკავშირდი და მე 2-3 წლის მერე მომწერა რომ გავთხოვდია და ხავსო და მე ჩავიქნია საერთოდ გეოლოგიაზეც ხელი ყველაფერი აღარც ისედაც უკვე აღარ სწავლობდი კინოზე და მე აღარც მინახავს ის ხალი რა. ეხლა გადავიღებ ისევ ამ გამოძიებას ვინ ჩაგვიშვა. ვინ იყო ჯგუფში. და მე დავედი და მომნახეთ ის ხალი და შევხვდით იმას 50 წლის შემდეგ. შეხვდით ეს და გადაიღეთ ეს აღებული არის. ხო, საინტერესო. ხო, აი დოკუმენტური კინოს ააგեք რაღაც მოხილველობა. თუმცა ზოგი მეუბნება ხატრული ფილმის სცენარი შეიძლება გააკეთო. არა, მაგე ეგ ხდებოდა მხატვრულსაც. კი, ნამდვილად მოხდებოდა. კი, შეიძლება რა ვიცი, საუმავლოდ ეგეთიც გაკეთდეს. აი, რაც შესაძლებლობა. როდის მიხილავთ მაგრამ. იცი რა ახლა სუბტიტრებს უკეთებთ, იმიტომ რომ რაღაც კიდე გვჭირდება ცოტა თანხა რაღაც პოსტპროდუქციაში ამ კორექციებისთვის და რაღაცეებისთვის და ახლა სუბტიტრები რომ რაღაც ფონდებში ვინა წარმოადგენთ რომ იქნებ ცოტა რაღაცა მაინც მივიღოთ და კიდე რაღაცეები ცოტა რაღაცეები იქნება ჩასასწორებელი და ალბათ მალე რა იმედია შემოდგომაზე წელს კი წელს იმიტომ რომ დიდი გაჯანჯლებაც არ არის კარგი რა ფილმაც დაღლა იცის იგი წარმატებებს გისურვებთ მონაში მალოთ თქვენ ის ხშირად გიწევთ სცენარების კითხვა კითხვა კი უფრო ხშირად. უფრო თქვენი სტუდენტები ვინც არიან? სტუდენტები კი რაღაც კონკურსებზე ადრე ვიყავი ხოლმე ჟურიში, ახლა აღარა ვარ დიდი ხანია. და კონკურსებზე ხო. ხანდახან აი ესე ჩემ მეგობარიც რჩევისთვის, აი სკრიპტ დოქტორი რაც არ არსებობს ჩვენთან, მეტნაკლებად ერთმანეთისთვის ვართ ესეთი სკრიპტ დოქტორები. ვისაც ენდობი მისცემი მას წასაკითხად. მე ესე მაძლევენ. ჩემი სცენარი მოგწევთ. კი, რა თქმა უნდა. კი, მე მიყვარს სცენარების კითხვა. კი, მე ძალიან მიყვარს სცენარების კითხვა. სიამოვნებს და და მაგოფერი ხართ ისე, ანუ რაც შემოდის თქვენთან დასაკითხად ზოგადად. კი, არის ძალიან კარგებიც, კი. ეხლა აი სწორედ ამ კურსზე სადაც ვასწავლით, კურსზე მიღების წინ ამ კურსზე არ იყო და ადრე იყო, რომ პატარა სცენარების კონკურსი გამოცხადდა და ვინც გაიმარჯვა იმათ უფასოდ ჰქონდათ სწავლა. და აი ეს პრაქტიკა რა ეს ძალიან მომწონს. და იქ იყო რამდენიმე 2 კონკურსი ჩატარდა ეგეთი ძალიან საინტერესო სცენარები იყო. ვინც გაიმარჯვა. რამდენი კაც დაუფინანსდა დაახლოებით ეს საინტერესო. არა ერთ გამარჯვებულს დაუფინანსდა სწავლა, ხო, ხო. იმიტომ ჯგუფში არის 12-15 ადამიანი, იმიტომ რომ ყველა პროფესიამ იყოს საშუალება რომ მოსინჯოს ყველამ თავისი
ფილმის გარდა სხვის ფილმზე მუშაობა რა. არის ხოლმე თქო, ანუ მოდიან ხო ეს ახალგაზრდები? კი, აი ახლა ხვალ იწყება რა ახალი ჯგუფი. წელიწად, ანუ როგორ ხდება ხოლმე, რო შემახსენოთ, წელიწადში ერთხელ? წელიწადში ფაქტობრივად ორჯერ გამოდის. რა სამთვიანია. ეხლა 3 თვე რო ჩაივლის, გაზაფხულზე დაამთავრებენ, გადაიღებენ და მერე შემოდგომაზე ახალი ჯგუფი იქნება, ხო? ოკეი, აჰა, გასაგებია. ეს გადაღება როგორ ხდება? აპარატურა აქვს ამ კურსს თვითონ ბლეკმეჯიკები აქვს როგორც ვიცი. კი, და კაი ყველაფერი განათება, ყველაფერი ტექნიკა აქვს. კი. და ორი გადაღების დღე აქვს. ეხლა ეს ქართულ-ამერიკული აკადემია ქვია, ეხლა იმის ტიპზეა მოწყობილი ამერიკულის, მაგრამ იქ ისინი იხდიან, ცალკე იხდიან აპარატურის, აქ შედის აპარატურის ფული, ამ სწავლის ფულში შედის და ახერხებენ ორი გადაღება დღე აქვს და თუ აუცილებლობა რადგა და რაღაცა შეუძლიათ დამატებით იქიდა ცოტა რაღაც პერიოდით გადაიღონ. ერთმანეთს ეხმარებიან და ესეთი კაი სიტუაცია იქ მომწონს მე დიდ წილად რომ აი რაღაც მეგობრული კოლექტივები იქნება რა, რაღაც კინო ქსელი იქნება რაღაც ახალი, რომელიც აი პირველ კურსდამთავრებულებიც კი არიან ხოლმე ჩართულები მოდიან და ეხმარებიან და ესენი იმათ ეხმარებიან და ერთხელ ცადა უნივერსიტეტმა რომ 6 თვიანი გააკეთებინა, მაგრამ რაღაც რატომღაც ერთი ნაკლები მოვიდა ხალხი. ალბათ გადასახადიც დიდი იქნება და გადასახადი ხო არ მაგაზინებში არ ვარ, ალბათ მე თვეზე მეტი იქნებოდა, ხო? მეტი იქნებოდა ეხლა მაგრამ თვითონ ეს კურსიც არ გამოდგა ისეთი რა ვიცი რაღაც ბევრი იყო რა დრო ძალიან. არ უნდა ამდენი ხარ. ოთავიასალი ამბობდა რომ ვიმეორებ რომ კინო რეჟისურის სწავლას თვითონ ტექნიკის და ამ პროფესიის არ უნდა დიდი დრო რა. ეხლა უამრავი დიდი რეჟისორი ეხლა ფელინი და აი ფილმებზე მუშაობდნენ ზოგი რაღაც დამხმარე პრაქტიკით ისწავლეს ეს რეჟისურა. სხვა იყო ეს მათი ბაგაჟი, მე წილს უნივერსიტეტი ქონდა დამთავრებული და სხვა განათლება ქონდა და ეკოლოგიის პრობლემატურია როცა თუმცა ეხლა უკვე შეიცვალა რაღაც დამოკიდებულება, მაგრამ მაინც ეხლა აი სულ ყმაწვილი რომ მოდის ეხლა კინოში და რაღაცის მოყოლა უნდა, აი ჯერ არ ვიცი ეხლა რა აქვს ის მოსაყოლი რაც უნდა რომ მოყვეს ცხოვრებისეული გამოცდილებაც მნიშვნელოვანია რაღაც. ხა, ხშირად არ აქვს. ხშირად არ აქვს, ხო. ნუ შეიძლება სხვა რამეს პოულობს, ამ ვიზუალურ რაღაც სამყაროს პოულობს, რომელსაც იღებს ან რაღაცა ეს არიან ნიჭიერებიც რა, ეხლა როგორც ეხლა 16 წლის პოეტი შეიძლება იყოს და 16 წლის რომანისტი ცოტა საერთო რაღაცა რა. კი, არა, ჩვენ სხვა ახალგაზრდები ვართ ეხლა. სულისკვეთება და სული კონდეს რაღაცის მოყოლის, მაგრამ შეიძლება არის ის რომ ეგეთი ბევრჯერ არის მოყოლი. ხო, ცოტა უნდა რაღაცა აიარო ცხოვრებაში ალბათ. რაღაცა საჭირო არის. კი. სხვადასხვანაირი. შეიძლება უბრალოდ ესეთი წყალი ანუ ფაქტიად მაგისტვის არის წყალი მოსინჯო რა, ასე ვთქვათ, რომ მოსინჯო უბრალოდ როგორია ეს რეჟისორი, შეიძლება შენი არც არის რომ გონია რომ შენია, შეიძლება ისე მოგეწონოს რომ გახვე და მერე მართლა რაღაცა ისა გადმოთარგმნო. კი, ეს ხო ბევრი კომპონენტის შედგება, მარტო ეს ნიჭი და უნარიც არ არის იმისი, თქვათ რომ შეგიძლია წერო. ხასიათია მართლა რეჟისურა და რაღაც ის რომ მიიყვანო ფილმი. ეს ხო შენ მარტო არ მუშაობ, შენ ჯგუფში მუშაობ, შენ ყავს ეხლა ნუ დოკუმენტურზე პატარა ჯგუფია, რა თქმა უნდა, ბევრად, მაგრამ ნუ ხატულზე დიდი ჯგუფია და ადამიანური ურთიერთობებია. ამიტომ ბევრი სცენარისტი არც მიდის იმ, თუმცა გულის სიღრმეში აქვს ეს კინოს გრძნობა და ტონინო გუერაც ამბობდა, რომ რა ფელინი, ჩემი ისტორიებია, ყველაფერი რაც ფელინიმ გადაიღო, ჩემი სამყარო არის, ჩემი ბავშვობა არის, ყველაფერი ჩემი არის. ნუ თლადეგრე ალბათ არის კორიდორის თვითონ ფელინიც იყო რაღაც. არა ხო ეხლა ჩანჩქერი იმის რინიჭის და იმის, მაგრამ სამყარო მისი იყო, მაგრამ აი ტონინო გუერა იყო ტიპი, რომელიც უყვარდა წერა. აი ეს არ შეელო ალბათ ეხლა დიდ მასასთან ურთიერთობა იმ ხრივ რომ აი ცოტა დიქტატორიც უნდა იყოს ეს რეჟისორი რაღაც ჯგუფი რომ აიყვანო და შენ იმიტომ კი არა ყველაზე კარგი არის როცა აი მეგობრული ატმოსფეროა ჯგუფი. მენეჯერი თქვათ უფრო. ანუ მენეჯერი და თავისი საიმეებით სირთულებით, მაგრამ იცი რა, აი მე მაგალითად სარეჟისორო პრაქტიკას რო გავდიოდი, მუშაობდი გიორგი შენგელაიასთან და აი არაჩვეულებრივი ის იყო რა, იმიტომ რომ აი ბევრ ჯგუფში მიმუშავია, მაგრამ აი ჯგუფი როგორი მოწადინებულია, რომ შენთან ერთად მუშაობს რა, აი გიორგი იყო ესეთი ტიპი თვითონ რა, აი მუშაობაში ძალიან მნიშვნელოვანია ეგ მომენტი რა, რომ აი ყველა ამ ფილმს თვლიდა თავის ფილმად რა და აი ბოლომდე იხარჯებოდა სულ ყველა რა. თორე გადასაღებ მოედანზე ახლა როგორც წესი ხო
რეჟისორია, მსახიობია დაინტერესდა. დანარჩენი ცოტა იქით ახლა ავადავლიო, იქით რაღაც ცოტა შეიძლება სხვა რაღაცა დავლიო. დიდად არ იმაშვება. აი როგორ შექმნის რეჟისორი ამ ჯგუფს ეგ არის ნიშნო, მაგას ვამბობ რა ხასიათს. და საბოლოო ჯამში შეიძლება ყველაფერი ეს აიკითხო, მაგრამ აი უშუალოდ წერაში და შრომაში და შექმნაში ხო, ამიტომ მასწავლობ რა უმეტესობას. ბევრ რაღაცას გაძლევს, როცა გააკეთე პირველზე დაინახა, ხა ჩვენ ხო სულ ეგრე ვართ ახლა რა და პირველი სხვა შორის აი პირველი სარეჟისორო ფილმები ყოველთვის ძალიან მაგარია ხოლმე რა, დიდი რეჟისორებისაც რა, იმიტომ რომ ის მომზადებულია და აი მომართულია რომ რაღაც პირველი გააკეთა, ეს მოკლემეტრაჟიანები ძალიან მიყვარს პირველი ფილმები. მე ყოველთვის ეგრე ხშირად არ აგრძელებენ ხოლმე, თუმცა ბევრ რაღაცას სწავლობენ პროფესიულად, მაგრამ შეიძლება ისეთი სიმართლის და ისეთი გრძნობის და ისეთი გრადუსის ის არ გამოზიოდეთ. თუმცა სწორედ მაგაშია პროფესიონალიზმი, რომ ეს მე შეინარჩუნო რა. პროფესიონალიზმი ცოტა საჩის სიტყვაა რა. იმხრივ რომ ხანდახან ადამიანი ხდება პროფესიონალი და რაღაც ის ავიწყდება შეგნით რა. ის რომ ნაღდი იყოს ყველაფერი და ანახან ფილმს აკეთებს, იმიტომ რომ აი დრო მოვიდა და უნდა გავაკეთო ფილმი რა. თორე ის არ უნდა გავჩერდე. ეგეც არის მომენტი და მნიშვნელოვანია ეგ რაღაც. ხო, მაგრამ აი პირველი ისენი ნამუშევრები ყოველთვის საინტერესოა და ბევრ რაღაცას სწავლობს ადამიანი რა. მან დაინახავს ეს მისია თუ არა რა, უნდა თუ არა ამის კეთება, იმიტომ რომ ეს ერთის მხრივ რომ დიდი სიამოვნება, დიდი სიმძიმე რთული და მძიმე შრომაც არის რა, თვითონ არ არის ესე მარტივად გასაკეთებელი ამბავი. კი, ბევრს გონია რეჟისორობაზე ვთქვათ, ეხლა ძალიან ესეთი უნდა რომ რეჟისორობა ხედავს ისე როგორც თავისი წარმოსახვის გადმოტანა ეკრანზე, მაგრამ ამ შუაში იმდენი პროცესია, რომ მე ხდება ხოლმე ხან, ანუ პირდაპირ უბრალოდ მე მომისმენია ეს ნათქვამი, მე იმას არ ვამბობ, რომ ესე არის ხშირად რა ერთი ადამიანისგან მომისმენია, რომ შეიძლება იმ ხელა რაღაცა რომ არ მინდა ეხა ამდენი რაღაც მე შეიძლება არც სიამოვნებს და ძალიან კარგი შეიძლება კონკრეტული რაღაცა ირჩიო შეიძლება და სრულიად ნორმალურია ეგ რა ძალიან დიდი საქმეა კიო ბევრ რაღაცას მოიცავს და შენ ფაქტობრივად ამ ფილმის გადაღების პროცესში რაღაც დიდი წარმონაქმნია პატარა ფაბრიკასავით რომელსაც შენ მართავ კომპანია ხო 40-50 ადამიანია ხა სრულმეტრაჟიან ფილმზე თუ არის ნამდვილად არის და მით უმეტეს მსახიობებთან ურთიერთობა და ბევრ უნარს უნდა ფლობდე რა რომ აუხსნა ადამიანს რა არის სხვადასხვა პრაქტიკა ადამიანებს ხო თორე ერთი მაგარი კაცი იყო კინოსტუდიაში რეზო ხალაშვილი რეჟისორობაზე ადვილი რა არისო უნდა დაждე მანქანაში წინო ფანჯიდან გადაყოხრელი და სიგარეტი გააბოლო მერე კამერა კაი ოპერატორი აიყო ანუ კაი ფატორი და რომ დადგებიო იქო ისინი დააყენებს ყველაფერს კაც ყველაფერს შენ უნდა დაიძახო მატორი მაშინ მატორს ამბობენ ექშენს რო ამბობენ ახლა. ერთადერთი იმას უნდა უყურო რომ კაციო მსახიობების შემთხვევით არ დაიჯახონ ერთმანეთს რა. ეგ უნდა აკონტროლო, მაგაზე ადვილი რა არის. მეტი არაფერი არ უნდა აკონტროლო. აი კაცი ნიჭიერი ძალიან. აწყრევ ეთახო. აცლობი ეგრეა. ანუ თუ მე მართლა ესე ვფიქრობ, რომ აი პირადად ჩემი აზრი არის, რომ რეჟისორს აუცილებლად უნდა ესმოდეს სცენარი როგორ იწერება. რეჟისორს უნდა იყოს სცენარისტი. უნდა იცოდეს ეს თხრობის სტრუქტურა, სცენის სტრუქტურა და ეგ ყველაფერი კარგად რო იცის, მე მისთვის რეჟისურა უკვე მარტივი არის. კი, ესე მგონია. მე რა ვიგულისხმე ხა პროფესიონალიზმი ცოტა საშიში არის. ჩემი მასწავლებელი ამბობდა იგი ამიან ჭიჭინაძე რომ იქამდე მივედია ხო რომ შემელია სატელეფონო წიგნიდან სცენარი გავაკეთო. შეუულია ახლა მე ხდება პროფესიონალი ამას გააკეთებ კი ბატონო, ამას გააკეთებ კი ბატონო. მე აი ვერ ვკიდებ ხელს ეგეთ რაღაც. თუ არ მომწონს რაღაც ჩანაფიქრი, ადამიანი თუ არ მომწონს ვისთანაც უნდა ვიმუშაო, ხო? მირჩევნია უარი თქვა რაღაცა რა და ცოტა მერე წავიდა პროზაში და ძალიან კაი ნაწარმოებები დაწერა და ფანტასტიკური ადამიანი იყო. ამიტომ პროფესიონალიზმი შეიძლება მე ახლა რო ხტები ცხოვრებაც გიკარნახებს რომ ყველაფერს მოკიდო ხელი და რადგან ამ პროფესიაში ცხოვრობ შემოსავლისთვის რაღაცა გააკეთო, მაგრამ ცოტა ის ხდება რა. საშიში ის არის რა. ამიტომ მე მირჩევნია ესეთი აი ადამიანის როცა ენთუზიაზმით უნდა ამის გაკეთება აუცილებლად. ის კი არა სულ ერთია რაც დაწერს. შეიძლება ისწავლოს ამ სქემით ყველაფრის აგება რა.
მაგრამ თავარია რამდენად ტყიო ეს ამბავი მას რა, ეს ამბავი ეს სცენარი. რამდენად, იმიტომ რომ ის თუ მისი განცდილი არ არის, მისი ემოცია არ არის, შენ ემოციას ვერ გადასცემ რა და მაყურებელი ამას იგრძნობს, რომ აი შენ კი პროფესიონალი ხარ, შენ ყველაფერი გააკეთე. მაგრამ ნუ აი ვერ ხედავ ჩემზე არ მოქმედებს რა. თუ ავტორებზე არ მოქმედებს ეს რაღაც ემოციურად, ხო? თუ მათი რაღაც განცდის და იმის შედეგი არ არის, ის ეკრანი ისეთი სასტიკია, რომ ყველაფერი ჩანს რა. რო შენ ისწავლე კომპიუტერი ოპერატორი, აი როგორც ეს ამბობ ჩარხალებს, აი ოპერატორი მოიყვანე, კაი მხატვარი მოიყვანე. ეგრე არ გამოდის კაი კინო. კაი მსახიობიც შეუკრებიათ ეგრე და კაი პროდიუსერი, ეგ არის პროდიუსერის ის რომ გუნდი შეკრიბოს, ხო და ფული იშოვოს. მაგრამ კაი ფილმი ყოველთვის არ გამოდის, თუ რაღაცა ის გულწრფელობა, ის ემოცია არ არის, რაც საფუძველია მთავარი რა. ნამდვილად ხო და აი ეს სცენარით იწყება ამბავია მთავარი და რეჟისორიც ალბათ ის არის რომ ამბის გარშემო ხო ამბავზე უნდა წამოვიდეს ხო იმიტომ რომ რეჟისორი იმას ითავისებს რა შეიძლება სხვის დაწერილი იყოს ის უნდა გაითავისოს და ამიტომ ამბობ რომ სცენარი იწერება სულ ბოლომდე რა მონტაჟის დროსაც სცენარი იწერება და ყველაზე კარგი ვარიანტია როცა ახლა გაყოფილია ეს პროფესია სცენარი და რეჟისორი და სცენარისტი და რეჟისორი და სცენარისტი ბოლომდე მონაწილეობს. ეს არის იშვიათი, როცა რეჟისორი და ის ბოლომდე მეგობრულად რჩებიან და მადლობა გმერს მე ესე მქონდა ხოლმე რა რაღაც რაც წარმატებული იყო ყოველთვის რომ შენ ხარ იმის გვერდით, იმიტომ რომ შენც დაინტერესებული ხარ რომ კარგი ის გამოვიდეს რა. თუ არ გამოდის, ამიტომ ბევრი სცენარისტი მიდის რეჟისურაში ჩემსავით. ყოველთვის უკმაყოფილოა სცენარისტი ცოტა მაინც რა, იმიტომ რომ ის არ არის როგორც რაც მე მინდოდა, თუმცა ხანდახან უკეთესი გამოდის შეიძლება რა. კი, ეგრეთ შეიძლება რა თქმა უნდა. ეს შეიძლება ვწდები თქვენი აზრით მაინტერესებს, აი სცენარისტი რეჟისორი ერთად მუშაობენ, აი თითქოს ეგ კინოში უფრო ნაკლებად არის ვიდრე სერიალებში. აი სერიალებში უფრო მეტწილად არიან, რომ სცენარისტი რეჟისორი რომ თანამშრომლობენ და ერთად აკეთებენ ამ ამბავს, რომ მაინც ალბათ იქ ხო დღეში ძალიან ინტენსიური სამუშაო და რაღაც 6 თუ 7 თუ 8 წუთია დღეში სასარგებლო მეტრაჟი. და იქ ყოველთვის იცვლება რაღაცა. სცენარისტი იქ უნდა იყოს, რომ თქვა შეიძლება ფრაზა უნდა შეიცვალოს და რაღაც სცენარისტმა უფრო იცის და ნუ რეჟისორიც მას იცის რა თქმა უნდა შეიძლება უკეთესად, მაგრამ მაინც რჩევას ეკითხება რა. ან ერთად მუშაობენ, ან რაღაც სცენა თავიდან გადასაწერი შეიძლება იყოს. მხატვრულ ფილმში ახლა იმაშიც ხდებოდა ეგეთი და ყოველთვის ვიყავი და ყოველთვის რამდენჯერმე მომხდარა ეგეთი რაღაცა, რომ ადგილზე იცვლებოდა რაღაც ფრაზა ან რაღაც. ან სიტუაცია, იმიტომ რომ სხვათა შორის ეგ აი რომ შემოვიდა პირველად ამერიკული სქემების სცენარის და იმის მაშინ მოიტანეს ეგეთი რომ მე მგონი კოპოლოზე ამბობდნენ რომ სარეჟისორო სცენარში ისიც კი აქვს რომ რა შესაძლო შეცდომები შეიძლება რომ გადაღების დროს შეიძლება ამ ეპიზოდმა სადღაც სხვაგან წაგიყვანოს და ის რო არ გაყვე რაღაცას და არ დაარღვიო რაღაცა შესაძლო შეცდომებსაც კი ითვალისწინებდა რა. ამიტომ ყოველთვის იცვლება რაღაცა და უნდა სცენარისტი უფრო ცოტა მაინც გარედანაც ხედავს, იმიტომ ისე ცოტა ხნის წინ სადღაც წავიკითხებ თუ მითხრეს ეს ამბავი, რომ აი პიუზომ ხო დაწერა, წიგნი იყო დაწერილი და მე თვითონვე დაწერა სცენარი, ოღონდ არ იცოდა სცენარის წერა. დაწერა, ფილმიც გამოვიდა და მე კიდე რო სთავაზობდნენ სცენარები დაწერეო, ამან თუ კურსზე წავიდა, წავიდა სასწავლებლად. წავიდა რომ მოი ვისწავლიო რა სცენარის წერას და სადაც მივიდა იქ პირველად თქვეს რომ თუ გინდათ ისწავლოთ სცენარის წერა, წაიკითხეთ ნათლიმამაო სცენარი და დაინტერესოა ანუ ადამიანმა რომელმაც არ იცოდა სცენარის წერა, ესე სცენარი დაწერა რომ მაგით ბევრი მწერალი ახლა მაგალითად მე როგორც ვიცი ახლა აკა მორჩილაძე უარს ამბობს სცენარზე მონაწილეობაში რა, ეუბნება კი ბატონო გადაიღე მე კონსტანტინე გამსახურდია, მე მგონი ცადა და არ გამოვიდა რაღაც და მე სხვა სცენარისტები იყვნენ რა, იქ იმიტომ რომ კაი პროზაიკოსი არ ნიშნავს, რომ შენ კაი სცენარისტი იქნები. ერთი რთულია, იმიტომ რომ შენი ნაწარმოებია, შენი შვილობილია ყველაფერი და შენ მე ეს უნდა გარდა სხვა თვალით უნდა შეხედო რა, კინემატოგრაფისტის თვალით. ხო, სცენარისტი, იმიტომ ამბობ, რომ უკვე ნაწილობრივ რეჟისორია, ის კინოს ითვალისწინებს რა, ეს შეიძლება კაი რაღაცა მოუვიდეს თავში, მაგრამ ხდება რომ ამის გადაღება ძალიან რთულია რა. მაგასაც კი ითვალისწინებ რა, შეიძლება ფანტაზია ადამიანს ისეთი აქვს, რომ
ბევრი რაღაცა შეიძლება მოუნდეს. მაგრამ ეს არის. რომ თვალისწინებ კინოს ენას. ზოგადად აი ერთ ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ და თავიდან რაღაც სცენარებს როდესაც ხო დავიწყე წერა, ანუ ერთხელ მივედი გადასაღებ მოედანზე, ჩემი დაწერილი სცენარი იყო და ვერ გადავიღე. ის რაც მეწერა, იმიტომ რომ არასწორად ეწერა. ანუ არა როგორც კინო ისე არ ეწერა, რაღაცა ეწერა, მაგრამ თუდად გიხსნით ალბათ. ხო, არა, მესმის, კი. შოქში ჩავარდი, რომ აი თქვათ, რომ უყურებდი, რომ აი ესე იყო დაწერილი და როგორ გადაიღო, თქვათ. მე თვითონ მივედი და ჩემი დაწერილი სხვანაირად მომიწია გადამეყო, იმიტომ რომ არ მაძლევდა თუნდაც ლოკაცია, თუნდაც კამერა, თუნდაც მსახიობი, ბევრი რაღაცა არ მაძლევდა ამ დაწერილის ისე და მე უფრო დაკვირვებით დავიწყე წერა, რომ რაც ისე წერო, ვიცი რომ ნებისმიერი რეჟისორი გადაიღებს ამას და ვერ ხვდები აი თუნდაც როგორ აუხსნა ეგ, აი ვიღაცას ხო გინდა რომ სწავლობს სცენარის წერას როგორ უნდა აუხსნა ის, რომ სწორად დაწეროს. კი, რასაც ხედავ, ის უნდა დაწერო. ხო. მაგრამ კიდე უფრო რასაც გძნობ, ის უნდა დავინახო. ხო, აი ალბათ რა არომატიც არის ოთახში, ისიც უნდა დავინახო და არა მითხარო, ხო. რო ესეთი ვარდის სუნი იდგა იმაში. რთულია. ხო. სხვა შეიძლება როცა თვითონ წერ სცენარს და მე გინდა გადაიღო, რაღაც შეიძლება საშუალება იყოს მაგით რომ თქვათ რაღაც აცალო რა სცენარს დადო და მე წაიკითხო როგორც ხვიში დაწერილი სცენარი რა. უფრო დაინახავ რაღაც დროის მერე, იმიტომ რომ წერს თითქოს იმაში ხარ და ვერ შიგნიდან უყურებ რა ამას და აი სხვა თვალით რო დაინახო. ან სხვა წაიკითხო და კითხო რაღაც დამოკიდებულება. აი ის ტაიკა ვაიტიტის აქ ბევრი არ შეგვიძლია გავაკეთოს, მაგრამ სცენარს რო დავწერო მე თაროზე შემოვდე ხო, რაღაც დრო უნდა გავიდეს. ხო, 3 წელი არ ვეხებიო. მე 3 წლის მერე პროსე გადავფურცლავო და თავიდან ვიწყებ წერასო. რაც დაიწერა, რაც არ დაიწერაო, ესე იგი არც იყო საჭირო. და რავი, კაი სცენარები აქვს დაწერილი ტაიკა ვაიტიტის ჯოჯო რებიტის და ეს ვამპირები. ხო, ანუ ხერხებული ის არის, მაგრამ ეგ ერთი ნამდვილად, როცა პირველი დრაფტი ზოგადად ყველაზე რთულია ალბათ რომ დაწერო. კი, რა მიიყვანო ამბავი ბოლომდე რა. ბოლომდე. ეგეც თითქოს მოგზაურობა და კვლევა არის ჯერ, რომ რა არის რეალურად ამბავი. ნუ რაღაც 25 დრაფტამდე იწერება ჰოლივუდში, ესე 23-25 დრაფტი. ხო, ეს დრაფტი შეიძლება ერთი წინადადება შეცვალო. ერთი წინადადება და ეს უკვე ახალი დრაფტი არის. ძიმეს ახლა მასიური დრაფტი. პრაქტიკა 25 არა, მაგრამ ერთი 5-6 კი მქონდა. ანუ ზოგადად რავი, პირველად ჯერ თავიდან მისაყვანია თითქოს ამბავი და მე ხელახლა უნდა დაწერო უკვე. მე უფრო კაფიოდ იცი ამბავი რა არის და მეორე დრაფტი აუცილებელი არის და მე უკვე რავი, აი ერთი წინადადებაც რო შეცვალო, ან სიტყვა რო შეცვალო თუნდაც ერთი რაღაცა. ხო, სხვადასხვანაირად იწერება, ხო, ეხლა საიდან იწყება საერთოდ სცენარი? ხანდახან შეიძლება ფინალიდან დაიწყო, იმიტომ რომ იცი რა არის ფინალი, ხო? ხანდახან შეიძლება აი ხასიათიდან ამოხვიდე და ხასიათიდან გინდა რომ ამაზე მოყვე რაღაც ამბავი რა. ხანდახან რაღაც სიტუაცია იცი და ის სიტუაცია ვთვლი რომ აი კარგად შეიძლება განვითარდეს. შეიძლება კადრი იცოდე ერთი და იმ კადრიდან ამოხვიდე და კი, მაგაზე ააგო მთელი ამბავი, რომ რაღაც ის კონკრეტული კადრი მიიღო. ჩიორას რო წერდი, ხო, ესე იგი ვერაფრით ვერ დავიწყე ამ სცენარის წერა. მოსკოვში სწავლობდი უკვე. თბილისში იყო გადაღებული უკვე ჩემი სცენარით ერთი ფილმი და ამით ჩავაბარე მაშინ მოსკოვში და ვერაფრით კარგი ხანი გავიდა და მე რაღაც ისტორიები მიტრიალებდა სულ თავში, მაგრამ აი ვერ მოუყარე თავი რაღაც და ჩემ ახალგაზრდობაში იყო, ეხლა არ ვიცი საჭიროა თუ არა ეხლა თქვენი. ხო და იყო ეგეთი პაესტკაში დავდიოდით რა ბიჭები ხა ინსტიტუტის პირველ კურსელები რაღაცეები, იმიტომ რომ ეს თავგადასავლები და სასიყვარულო თუ ჩვეულებრივი თუ რაღაცეები აქ სხვა ურთიერთობები იყო მაშინ ცოტა რა. აი ზღვაზე ან მოსკოვში ან ბალტიისპირეთში აი მაშინ დავდიოდი და მომინდა რომ ამათ ესეთ სიტუაციაზე გამეკეთებინა რა რაღაც ისტორია, როცა ადამიანი სახედან მიდის
და მაშინ ძალიან ხშირი იყო ეგეთი ბოლო პერიოდამდე იყო რა ალბათ 1-20 წელი ალბათ შემცირებული გაპარვა გოგო და ბიჭი რო იპარებოდნენ რა ხანდახან მართლა პრობლემის წინაშე იდგნენ და ამიტომ იპარებოდნენ იმიტომ მშობლები არ იყვნენ თანახმა რა როგორც რომეო და ჯულიეტა იგივე რა ურდები ხანდახან უბრალოდ მე მოდად იქცა რა რაღაც ის იყო ხო და მე ვთქვი აი პერსონაჟები ესეთები უნდა იყვნენ რა გაპარვა უნდა იყოს ესეთი ორი ადამიანის რაღაც უცხო გარემოში აი ძალიან თავიდან ძალიან გონებით იმაშვებოდი რა ვაგებდი ამ ყველაფერს და მე ამხანაგებიც მიყვებოდნენ ხოლმე იმიტომ რაღაც თავგადასავალი იყო რა და მე ვიფიქრე რომ აი მე უფულოთ რო დარჩენ რაც ხშირად მოგვსულია ჩვენ თვითონაც ბიჭები რომ მივდიოდით და დავიფანტებოდით ხოლმე ზღვაზე ვიყავით სადღაც და ვიღაც რო ნაცნობი შეხვედრო და საჭმლის ფული გვეშოვა რაღაცა ჩვენ ვიღაცა დაკვადი შესაძლოა აი ეგეთი სიტუაცია მეთქი და მე უცებ გაჩნდა ეგეთი სურვილი რომ რაღაც სხვა ტიპის შემოსულიყო ამ ისტორიაში კიდე რა და აქ მყავდა მეზობელი რომელიც იყო ველოსიპედისტი რა ესეთი ძალიან უბრალოდ კაი ბიჭი იყო ძალიან ხო და სულ ვარჯიშობდა ამ ველოსიპედზე არც სვამდა არც ეწეოდა არაფერი და სულ მოდიოდა რაღაც დანგრეული ამ ფეხებით იმიტომ რომ ვარდებოდა ხან რაღაცა პირველი მივდიოდი მიყვებოდა და აი კატა გამომივარდა ბოლოს 100 მეტრში და ვეღარ გავიმარჯვე და რაღაცა და გადავწყვიტე რომ ესეთი პერსონაჟი შემოვეყვანა განსხვავებული ამ საზოგადოებიდან რომელიც გაიპარა ვთქვათ ხო ეს გოგო და ბიჭი და მისი ამხანაგები და ეს უნდა ყოფილიყო სხვა სამყაროდან და გადავწყვიტე რომ რაღაც სოფლიდან ყოფილიყო ეს ბიჭი აი ესე აეწყო რაღაცა ისტორიები და მე მაშინ იყო და ეხლაც გავიგე რომ არსებობს ეგეთი რაღაცეები რომ მანქანას ეჯახებიან განზრახ ან გაკრავენ ხელს ან მიარტყავენ ესე ვითომ გაარტყა და მე ფულს თხოვენ რაღაცა იყო ეგეთი რაღაცები ჩვენ დროს მაშინ იწერებოდა პენსიონერები აკეთებდნენ ან ლოთები რა რაღაცა და მძღოლი უხაროდა ეხლა 10 მაინც მისცემდა ოღონდ თავი გამანებია რაღაც მოსახვეში ნელა რომ მიდიოდა მანქანა იქ ჰქონდათ ეგეთი ადგილები და მეთქი აგრე ფული რო დაჭირდათ ესე იშოვეს და ესე რო იშოვოს მეთქი რა ერთხელაც რა რომ მიეჯახოს ვითომ მანქანას და რაღაცა ხო და თან ახლა ისეთი ბიჭი გამოდიოდა ეს რაღაც სუფთა სოფლიდან ჩამოსული რაღაც გამოუცდელი და რაღაც ის რომ რაღაც აღარ უხდებოდა მის ხასიათს რა ესეთი რაღაცა ცოტა ისეთი საქციელია ხო ძალიან ხო და ესე გავაკეთე რომ მეორე ბიჭი ჯდება ამ ველოსიპედით სამნი დადიან მე ეს გოგო ბიჭი და ეს ამ ველოსიპედით და მეორე ბიჭი ჯდება და მაშინ ხდება რომ მანქანა ეჯახებათ მართლა და ის ტიპი ძღოლი ფულს თავაზობს რა ესენი არ ართმევენ მაგრამ ამას გაახსენდება მე როცა ფული დაჭირდებათ და განზრახ აკეთებს ამას რა და ვერაფრით ვერ ვამთავრებდი ამ ისტორიას რა რაღაც კი თითქოს კარგად მიდიოდა ყველაფერი რაღაც ისე და მე ერთი ისე გამეციყვებ მეთქი კიდე გააკეთებ და მესამე ზონ დაიღუპოს მეთქი რა ამ ისტორიაში მესამე ესეთ ყალბს შეჯახებაზე იღურება მეთქი და უცებ რაღაც აი შეიკრა მთელი ისტორია აი სხვადასხვანაირად იბადება რა სცენარი რაღაცა და მართლა ისე დავწერე უცებ მე რა აი ერთ ეპიზოდს ვწერდი აი ვიცოდი შემდეგი რა უნდა ყოფილიყო იმის მე არ ვიცოდი რა იქნებოდა მაგრამ იმას რო ვწერდი მე ვხვდებოდი რა უნდა ყოფილიყო შემდეგი რა აი გარი მომენტი კაი როცა აი ესეთი იმით მიდის რა თავში სქემას და იმას არ უყურებ რა მე კარგია რომ სქემა მოარგო და შეამოწმო რაღაცნაირად რა იმიტომ რომ რაღაც ძალიან ისეთი ის გამოიწვია ამ რაღაც საკავშირო წაიკითხეს და კავშირში მიღების რეკომენდაცია მომწეს მოეწონა და ძალიან კაი რეჟისორი იყო ემილ ლოტიანო ბევრი ფილმი აქვს თქვენ არ გექნებათ ნანახი ახლა აი საბჭოთა პერიოდის რეჟისორი ჩემი ალერსიანი ხეცით რაღაც ესეთი ქვია და მთელი რამდენიმე ფილმი აქვს თუ დაგაინტერესებთ მე შეგიძლიათ ნახოთ და იმან თქვა რომ ესეთი სიუჟეტი მე ვიცნობ არ შემხედრიაო არსად იმიტომ არის უცნაური რომ ახლა დღესაც რამდენიმე წინადადება იყო რომ თქვა თავიდან გავაკეთოთ იმიტომ რომ აი რაღაც გოგო და ბიჭი გარბიან ვიღაცა ეხმარება და ის იღუპება მათ გამო იყო მაშინ ამ სიუჟეტში რაღაც მოულოდნელობა და დღესაც ცოცხალია ამიტომ არ ვიცი შეიძლება კიდე გაკეთდეს კიდე რაღაც ბოლოს ესეთ კითხვას უსვამთ ხოლმე ჩვენს სტუმარს აი თქვენ ხო არა გაქვთ რამე კითხვა ან თქვენ ხო არა გაქვთ რამე თემა რაზეც ისურვებთ საუბარს და ახლა არ მახსენდება იმდენი ვილაპარაკი უკეთე და ხო არა ისედაც ის არის არ ვიცი არა ბოლოს უსვამთ ხოლმე აი ახალგაზრდა აი ამ იმას თქვენი
რჩევა რა იქნებოდა ესეთი რა რომ მიაწოდოთ ეხლა შეიძლება ვინც უყურებდეს რაღაცა მიმართულება შეიძლება მისცეთ რაღაცა რჩევა ესეთი ახალგაზრდა ფილმეიკერს ახალგაზრდა ფილმეიკერებს ხო რა სცენარისტს ზოგადად ფილმეიკერს არა დღევანდელ საქართველოს დოკუმენტარისტს ყველას ანუ აი მოდი დადგან თქვენ სცენარისტი ხართ ამ შემთხვევაში სცენარზე შეიძლება გამახვილ ყურადღება შეიძლება რეჟისურაზე თქვენება ეგ უბრალოდ რა ვიცი ხო აი ნუ საკუთარ თავში ეძებეთ ისტორიები რაღაცები რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია ერთ-ერთი დავალება რასაც ვაძლევ ხოლმე ბავშვებს დამწყებებს რა არის რომ აი საკუთარი წარსულიდან საკუთარი თავგადასავლიდან ამოიღონ ის რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ამაზე შეიძლება ფილმის გაკეთება, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ის რაც გვახსოვს ჩვენ არის ემოციებთან დაკავშირებული. ისე არ გვახსოვს. ჩვენი ტვინი თორმე ყველაფერს იმახსოვრებს, მაგრამ რაც გვახსოვს, ის არის ძლიერი ემოციასთან დაკავშირებული. ემოციის გარეშე და გულწრფელობის გარეშე მარტო იმით რომ რაღაც სქემას ისწავლი ვერ გააკეთებ იმას, რომ ვიღაცას გადასცე შენი ეს ის რა. გული უნდა ქონდეს ის რეალობა. ხო, ეს ერთგვარი მართლაც ვიმეორებ რომ რაღაც ისეთი სამყაროა, სადაც შედიხარ იმისთვის, რომ რაღაც ისეთი თქვა, რაც სხვას შეიძლება არ ქონდეს. შეიძლება იყოს კიდევაც აღმოჩნდეს, მაგრამ უნდა ეცადო რა, ის გამეორება და რაღაც ნანახი კინოს თავიდან გადაღება, რაც გინახავს იმაში. ეგ იმდენი ფილმია და იმდენი ის არის თუ რაღაცა განსხვავებული არ აქვს სათქმელი ძალიან შეიძლება იგივე იყოს მაგრამ სხვა კუთხით დაანახოს შენი რაღაცა კი ბატონო იგივე იყოს მაგრამ შენ განიცადე ეს და შენ ტკივა და გინდა რომ მოყვე და რატომაც არა ეგ არავით არის შეზღუდვა მაგაზე არ არსებობს უბრალოდ ნამდვილად შენი ისტორია უნდა იყოს და შენ განცდილი და დატვირთული შენი რაღაც სურვილებით ემოციით და რაღაც თავარია რომ ნაღდი ხო რა აუთენტურობა ჰქონდეს. ხო, იმიტომ რომ ეხლა სხვის ისტორიების გადამღერება რა ეხლა კი ბატონო. არა მეც ხო ეთანხმებით რომ და ზუკა შენს ის ამ თავ შეიძლება იგივე რაღაცა ისტორია მოყვე რაც ხომ მოყვა, მაგრამ შენ ხო არ მოგიყოლია აქამდე ის ისტორია, ამიტომ შენ პერსპექტივა შეიძლება ისეთი ორიგინალური იყოს რომ კი, რა თქმა უნდა. სხვა რაღაც იყოს რა და აი ეგეც ნაღდი შეიძლება იყოს. შენ ისტორიას რო არჩევს ხვის ისტორიას, ესე იგი შენზე მოქმედებს, ის შენი ხდება რა. სცენარი რეჟისორმა უნდა თავისად გაიხადოს, რომ გაიგინო გამოუვიდეს რა. მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ და რომ დაინტერესდით. კი, ძალიან საინტერესო იყო და ხო რა. ამ საქმეს რაც ხდება ჩვენ ყოველთვის დაინტერესებული ვართ. წარდგენა ხო არ რაღაც უნდა ჩავწოთ, თუ აღარ არის საერთოდ. ესე დავასრულოთ. ეს იყო პოდკასტი უკუკავშირი. არხი ვებერთელა. არხი ვებერთელა. ვებერთელა უკუკავშირი. ვებერთელა უკუკავშირი. აი, მადლობა. მადლობა. კარგად.